საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ღია ეთერს. დღევანდელი დებატების თემა ქართული ოცნების ჯანდაცვის პოლიტიკა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, ხარისხი და სისტემაში არსებული გამოწვევებია. მედიკამენტების ღირებულება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად რჩება ჩვენი საზოგადოებისთვის. რეფერენტული ფასი დღეს დამატებით 700-მდე მედიკამენტზე განისაზღვრა. ჩვენი სტუმრები იმსჯელებენ, რამდენად უმსუბუქებს ეს მექანიზმი ფინანსურ ტვირთს მოქალაქეებს. ხელისუფლების ოპონენტები შეაფასებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელიც უკვე 13 წელია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ხერხემალია. მის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ 15 მილიონამდე სამედიცინო შემთხვევა დაფინანსდა, ჯამურად ბიუჯეტიდან დახარჯული თანხა კი დაახლოებით 10 მილიარდია. გავიგებთ, რას თავაზობთ ხელისუფლება იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტებს, რა სერვისები მოქმედებს ონკოლოგიური შემთხვევების დროს, სად გვაკლია დაფინანსება ან კონტროლი და რისი გაკეთება შეუძლია უკეთ მთავრობას, რათა საქართველოს მოქალაქეებმაც უკეთესი სამედიცინო მომსახურება მიიღონ. ამ საკითხებს დაეთმობა დღევანდელი ღია ეთერი, წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმრებს. დღეს დებატებში მონაწილეობენ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ჯანდაცვის სპეციალისტი ანდრია ურუშაძე, პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა. დიდ მადლობას გიხდით ბატონებო გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი დღევანდელი სადისკუსიო თემა არის ვრცელი, კომპლექსური, ყველაფერს ნამდვილად ვერ გავწვდებით, თუმცა მე გამოვკვეთე შესავალში ძირითადი მიმართულებები. როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი მართლაც რჩება მედიკამენტების ფასი, ამიტომაც აი ამ თემით დავიწყოთ ჩვენი დისკუსია, მაგრამ პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრს მინდა ვთხოვო გამხსნელი სიტყვა, უფრო ზოგადი რა ეტაპზე არის ახლა სისტემა, რა მიმართულებით ვითარდება, ასე ვთქვათ, ჯანდაცვის პოლიტიკა ქართული ოცნების პირობებში და თქვენ მთავარ გამოწვევებად რას დაასახელებთ? დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის და მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ამ თემას მიეძღვნა ზოგადად დებატის ფორმატი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ზოგადად რომ განიხილება ეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო იქნება ბევრი რამ დაკავშირებული ჯანდაცვასთან. მართალი ბრძანეთ ასევე, რომ ძალიან დიდი თემაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ მაინც უზოგადეს პრინციპებზე მაინც აუცილებელია საუბარი, ხშირად შეხსენება ის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და შემდეგ ეს უნდა იყოს განსაზღვრული თითოეული იმ საკითხისა, რისგანაც შედგება ზოგადად ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ეფექტიანობა საზოგადოდ და მდგრადობა. ამ თვალსაზრისით უნდა ვთქვა, რომ არ ვიცი, ბევრი წლის განმავლობაში დაშვებული არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომის გათვალისწინებით და შეცდომას ალბათ ერთ-ერთ პირველ შეცდომას აუცილებლად დავარქმევდი, მაგალითად სრულიად გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ არანორმალურად დიდად არის დამოკიდებული დღეს სახელმწიფო და პოლიტიკა, საზოგადო ჯანდაცვის პოლიტიკა კერძო სექტორის გავლენაზე. კომერციულ ინტერესზე. ამან წარმოშვა უკვე აი ძალიან ძლავრად წარმოშვა ისეთი დილემები, რომელიც გარკვეულ ეტაპზე უკავშირდება მაგალითად ისეთ საკითხებს, რომ არის მცდელობები, რომ კომერციული ინტერესი გახდეს დომინანტური პაციენტის ინტერესთან, ჯანდაცვის საჯარო ინტერესთან მიმართებაში, რასაც რა თქმა უნდა ამისთვის არსებობს სახელმწიფო, რომ ამის შესაძლებლობა არც ერთ შემთხვევაში არ გააჩინოს. მეორე, რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება ისეთ ზოგად პრინციპს, როგორიც არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღება ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ესეც უმწვავესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. თან მუდმივად ჭირდება ამას თვალყურისდევნება და გაგრძელება. ასია ბუნებრივია იგივე მედიკამენტების ბაზარი, რომელიც მუდმივად ცვალებადია, მუდმივად ჭირდება, რა თქმა უნდა, თვალყურისდევნება, რომ გარკვეული შესაძლებლობები არ გაჩნდეს და გარკვეული მიმართულებით უსწორო გადაწყვეტილებებისგან ვიყოთ დაზღვეული. ამას ჭირდება მათ შორის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა. აი ხომ მოგეხსენებათ, რომ ყველაზე ერთ-ერთი გახმაურებული და ფართოდ განხილული თემა გახლავთ დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებული საკითხი. ამაზეც უნდა ითქვას, რომ ჩემი აზრით და ჩემი დაკვირვებით ეს გახდა პოლიტიკური კინკლაობის საგანი, მაგრამ ეს არამც და არამც სწორი არ არის, იმიტომ რომ იმთავითვე პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ჩვენ ველოდებით მტკიცებულებებზე დაფუძნებით, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ, სხვაგვარად ეს შეუძლებელია. არიან ადამიანები, რომელიც ზოგჯერ პოლიტიკური მეკერძოების გამო, ზოგჯერ ბევრი სხვა მიზეზის გამო, ამაზე საგნობრივად და სწორად კი არ მსჯელობენ, არამედ ცდილობენ, რომ ემოციურად იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები, ეს რასაკვირველია, რომ არასწორია, თორე ემოციის გამოხატვა და ბუნებრივია, რომ ემპათიაც, თანაგრძნობაც ბუნებრივია, რომ ყველას შემიძლია შევეჯიბრო ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, იმაში, რომ
რა თქმა უნდა რომ იმ დროს დავიწყე ამ საკითხზე ზოგადად თვალყურის მიდევნება, როდესაც ჯერ კიდევ საზოგადოებამ საერთოდ არ იცოდა ამ ესე ფართოდ არ იყო ეს გაშუქებული ნამდვილად, მაგრამ რა თქმა უნდა აუცილებელია ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს ამ თემასთან დაკავშირებით რაც შეიძლება მეტად იყოს ყველა ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული მტკიცებულებებზე. აქ არის ისეთი საკითხები, რაც თქვენ ბრძანეთ, იგივე რეფერენტული ფასების პოლიტიკის გაგრძელება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, აგერ დასრულდა იგივე საპარლამენტო განხილვები და ძალიან საინტერესოა ის იღრმისეული სრულფასოვანი დასკვნა, რომელიც ძალიან ბევრი მიმართულებით სწორ არგუმენტებს იძლევა. ამაზე დაფუძნებით ბევრი სწორი გადაწყვეტილების მიღება იქნება შესაძლებელი და დავიძარით კიდეც და უკვე ახალი ეტაპი შევთავაზეთ საზოგადოებას 700 დასახელებაზე იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება წინ, მაგრამ რა თქმა უნდა ამაზე არ გაჩერდება და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ასე რომ აქ რაც მთავარია გვესმოდეს პრინციპულად სწორი დამოკიდებულებები უნდა გქონდეს საკითხებთან დაკავშირებით და ვეცადოთ რომ სწორედ ამგვარად ჩამოვაყალიბოთ რაც შეიძლება მეტად განვითარებული სისტემა. ეს აუცილებელია რისთვის? ნახეთ, დინამიკა ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია. ხა ამ ხელისუფლების ყოფნის პირობებში, ხო, ამ ხელისუფლების პირობებში 2013 წლიდან მოყოლებული. აი რომ დააკვირდეთ დინამიკას, აი როგორი აღმავალია დაფინანსების თვალსაზრისით, ეფექტიანობისაც სხვა შორის ესეც უნდა ვთქვათ, არ და გვავიწყდეს, მაგრამ რა თქმა უნდა ვიფიქროთ ყოველი დახარჯული თეთრის მაქსიმალურ ეფექტიანობაზე. დანახარჯით მარტო არ უნდა იზომებოდეს ჯანდაცვის ეფექტიანობა, თუმცა რა თქმა უნდა დიდ რიცხვებში ესეც მნიშვნელოვნად მეტყველებს იმაზე, სწორად მიდის თუ არა, თორე იყო მაგალითად დღეს გვაქვს მაგალითად რომ დაახლოებით სოციალურ პოლიტიკაზე ზოგადად ამაში პენსიაც მოიაზრება ჯანდაცვაც ყველაფერი დაახლოებით 30%-მდეა, ხო ძალიან დიდი ის არის მოცულობა, რომელზედაც იხარჯება ასე ვთქვათ დიდი ხარჯები გაიწევა სახელმწიფოს მხრიდან. ეს აბსოლუტურად თავსებადია ზოგად პრინციპთან, რომ სოციალური სახელმწიფო ვართ. რა თქმა უნდა, გვინდა მეტი, რა თქმა უნდა, აუცილებელია რომ სახელმწიფო განვითარდეს და მეტი შესაძლებლობები გაჩნდეს. ამისთვის არის აუცილებელი რომ მუდმივად უნდა ბალანსდებოდეს, რომ მაგალითად იგივე ეკონომიკისთვის რაც არის საჭირო ეკონომიკის განსავითარებლად სტიმულირებისთვის, იქაც ბუნებრივია თუ არ დაიხარჯა, ეს ერთ დღესაც აღარ იქნება შესაძლებლობა, რომ იგივე მაგალითად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მეტი ლარით ფინანსდებოდეს და მეტი იყოს მისი შესაძლებლობა. ამიტომ აი ერთ-ერთი მიმართულება ასევე რაც აუცილებელია, გარ უნდა ვიფიქროთ კონკრეტულ ინდიკატორებზე, მაგალითად როგორ გავაუმჯობესოთ მაგალითად მკურნალობის ეფექტიანობა, პაციენტის უსაფრთხოება, ყველა ეს საკითხი, აი უკლებლივ ყველა ეს საკითხი მუდმივად უნდა იყოს რაც შეიძლება მაღალ დონეზე გაშუქებული. ვეცადოთ რომ გავშალოთ ეს მიმართულებები, მადლობას გიხდით თქვენი შესავალი სიტყვისთვის. ბატონ ანდრიასთან გადავალ უკვე აი ამ თემით რა მიმართულებით გვაქვს მეტი შესაძლებლობა, სად არის რესურსი გავაუმჯობესოთ მდგომარეობა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხია იმ გაგებით რომ აი შეხება აქვს ძალიან ხშირად მოქალაქეს წამალთან ის ყიდულობს, ეს არის ძვირი ხშირ შემთხვევაში და ამიტომ მაინც პრობლემატიზება და თუ არ ვწდები საერთო დანახარჯებში ჯანდაცვის აი წამალზე გადახდილი თანხაც არის საკმაოდ მაღალი პროცენტულად, ასე რომ თქვენ სათხედავთ გამოსავალს, რისი გაკეთება შეიძლება უკეთ თქვენი აზრით. ბატონი მინისტრი, ბევრი მნიშვნელოვანი თემა შეეხო. ზოგადად ჯანდაცვა რთული სფეროა ძალიან. და მინდა დავიწყო იმით, რომ დღეს არის 9 მაისი, დღეს არის ევროპის დღე და ისტორიულად საქართველოსთვის ევროპა იყო როგორც ისტორიული არჩევანი, ისე ჩვენი ჯანდაცვის სტრატეგიაც ორიენტირებულია სწორედ ევროპული მოდელის მშენებლობაზე. ევროპულ მოდელს ორი მთავარი პრინციპი აერთიანებს. ერთი არის ადამიანის უფლებათა აღიარება, ჯანმრთელობის, ეს არის ადამიანის უფლება. და მეორეა სოლიდარობა. სოლიდარობა არის ამ უფლების რეალიზაციის ფორმა, გზა, სტრატეგია. სამწუხაროა, რომ სწორედ ამ ბოლო პერიოდში, სწორედ ანტიევროპულმა კურსმა ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვნად დააზარალა ჩვენი ეს გზა ევროპისკენ მიმავალი, მათ შორის ჯანდაცვის სექტორშიც. სამწუხაროდ გაჩერდა უამრავი თანამშრომლობის პროექტი. დავკარგეთ უამრავი თანხა, რომელიც ჩვენ ტექნიკური დახმარებისთვის უნდა გრძელვადია შესაძლებლობის მოხმარებოდა. იგივე მედიკამენტებზე რომ ბრძანებთ, ერთ-ერთი მიმართულება იყო წამლის მათ შორის რეგულაციების დაახლოება ევროპულ რეგულაციებთან, ხო? სწორედ ამაში იყო ევროპა ყველასთვის პროგრამის შინაარსი, რომელიც გაჩერდა ამის გამო, ხო? გაჩერდა ძალიან ბევრი ორმხრივი ურთიერთობა ბევრ ევროპულ ქვეყანასთან. ეს არის ცუდი და ეს არის საზიარო. იმედია ეს გავოსწორდება. ესე უნდა შევხედოთ ამას რა. იმიტომ რომ ეს არავისთვის კარგი არ არის და არც ის არის კარგი და ჯანდაცვის სექტორში ესეც პრობლემურია. რომ ის ადამიანები, ვინც ამ კურსს იცავენ, ხო ზოგი დაჯარიმებულია, ზოგი ციხეშია. ესეც ჯანდაცვის ნაწილია.
ხა რაც შეეხება თვითონ პრობლემას, რაც შეეხება თვითონ პრობლემას. ესეთი შეფასებების კეთებისას მაპატიეთ რომ ჩაგეჭერთ, მაგრამ ნახეთ, ესეთ საუბარი მე მგონი მაინდა-მაინც სასარგებლო არაფერს არ მოიტანს ეს. აი, როდესაც საუბრობთ, რომ მაგალითად რომელიმე კონკრეტული პროგრამა, მაგალითად მედიკამენტების დაახლოებასთან დაკავშირებით, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომელიმე გაჩერდა. აი, რომ დაასახელოთ მაგალითად რა არის ესეთი და შემდეგ ვიმსჯელოთ რამდენად ევროპული ან არა ევროპა ყველასთვის, Europa for all. ეს იყო პროგრამა, რომელიც ისახავდა სწორედ მათ შორის ერთ-ერთ მიმართულებას, სტრატეგიულ მიმართულებას წამოების. არა ბატონო ანდრია, მე მგონი სწორ ინფორმაციას არ ფლობთ, მაპატიეთ უბრალოდ ნახეთ, ესე შეცდომა შეყვან როარ გამოვიდეს, ნახეთ. შეიძლება რომ თქვენ ახლა თქვენ შეიძლება არციավորებდეთ ეს ინფორმაცია, მაგრამ ასიაბუნოზე არ არის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ევროპასთან ურთიერთობა სამწუხაროდ შეჩერებულია, არა მათი ინიციატივით. ეს ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივას, რომ საქართველოში აშენდეს ევროპული მოდელი ჯანდაცვის, მხოლოდ ზიანს აყენებს და მე იმედი გამოვთქვი, რომ ეს გამოსწორდება. რაც შეეხება მეორე მხარეს, გვაუწყდეს, რომ მათ შორის პრივატიზაციით ყველაზე არაევროპულ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბეთ, მაგალითად იმ ხელისუფლების დროს, რომელსაც მოგახსენებთ. იმიტომ რომ ვერსად ვერ შეხვდებით ევროპულ სახელმწიფოს, სადაც მაგალითად 50%-ზე ნაკლებია სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალურ სექტორში. აი ხო ვითომ უცნაურია, მაგრამ დაიყვანეს იქამდე 14% ან 15%. ამ თემას რაც შეეხება უპარტო მსჯელობა ჭირდება. ჭირდება, მაგას გეუბნებით, ზუსტად ეს არის, რომ პირიქით რეალურად დღეს ქვეყანა ორიენტირებულია მაქსიმალურად სოციალური, მაქსიმალურად ევროპული სტანდარტების ქვეყანა ჩამოყალიბდეს. ამაზეა ორიენტირებული დღეს პოლიტიკის განხორციელება ჯანდაცვის. პირიქით და ევროპულობა რასაკვირველია, რომ მხოლოდ ლოზუნგი კი არ არის. რეალურად კონკრეტული ნაკეთების საქმეებია. აი ამ საქმეები აჩვენებს რეალურად. და იამაყოს საქართველოში დღეს ჩამოყალიბდა მოდელი, სადაც სახელმწიფო არის მთავარი მარეგულირებელი და დამფინანსებელი ჯანდაცვის სექტორის და კერძო სექტორს აქვს თავისი ვალდებულება სერვისის მიწოდების. არის ეგეთი გამოთქმა, ქართული გამოთქმა, ცუდ მოცეკვავეს ფეხები უშლიდნენ, ხო? კერძო სექტორი ხელისშემშლელი კი არ არის. თქვენი პარტნიორია, თქვენი მხარდამჭერია და თუ იქნება სწორი რეგულაცია, სწორი მხარდაჭერა, იმიტომ თქვენ აწესებთ ფასებს, თქვენ აწესებთ თამაშის წესებს, თქვენ ხელშია მთლიანად რეგულაციური ყველა ინსტრუმენტი. მე არ მახსოვს რომელიმე გადაწყვეტილება, რომელიც კერძო სექტორს არ შეესრულებინოს, ზოგი გონივრულიც და ძალიან კარგიც, მაგალითად იგივე რეფერენდუმი პასები, რა თქვენ ახსენეთ, სწორი მიმართულება, ასევე ბევრი რეგულაცია, რომელიც აბსოლუტურად შორს არის ლოგიკით. რაც შეეხება ახლა მეორე ნაწილს, ხო, უშუალოდ მეორე ნაწილი, რაც დაკავშირებულია მედიკამენტებთან დაკავშირებით, ხო? პრობლემა არის, გასაგებია. თავიდან იყო შეცდომა დაშვებული, როცა საყოველთაო ჯანჭოთა დავიწყეთ, ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე და ნაკლები ყურადღება დაუთმეთ მედიკამენტების ანაზღაურებას. საბედნიეროდ, შემდეგი ნაბიჯები, რასაც სუბსიდირებული პროგრამა ქვია, ხო, მედიკამენტების ხარჯების, სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული. რეფერენტული ფასებით სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული. მაგრამ ის, რომ მედიკამენტების ფასები იზრდება, რომ ხელმისაწვდომობა ისევ პრობლემაა, ის, რომ მოსახლეობა ჯიბიდან იხდის ისევ მთლიანად ჯანდაცვის ხარჯის ნახევარს და ამ თანხის დიდ ნაწილს სწორედ მედიკამენტების ხარჯები შეადგენენ, ესეც არის ხო დღევანდელი დღის წესრიგის მთავარი თემა. ამიტომაც ვლაპარაკობ მე, რომ საჭიროა, როდესაც ჩვენ საუბრობთ მიღწევებზე და ყველაფერზე, კარგია, იმიტომ რომ ეს ჩვენი საერთო საზოგადოებრივი მიღწევა. ყველა ეტაპზე ქვეყნის განვითარების იყო თავისი გამოწვევები. მათ შორის იყო გამოწვევები, როდესაც კერძო და სახელმწიფო თანამშრომლობის მოდელი იყო შემოთავაზებული ჩვენი საზოგადოებისთვის. ამ მოდელს გააზრება ჭირდება, ყურადღება ჭირდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რეგულაციები რო ახსენეთ, იქნებ მაგალითიც მოგვიყვანოთ კერძო სექტორთან თანამშრომლობის კუთხით, აი თქვენ რას მიიჩნევთ, რომ არ იყო გამართლებული? ძალიან ბევრი რეგულაცია, მათ შორის იგივე, როდესაც აი სასამართლომდე დაჯარიმების უფლება მიიღო, თქვათ იგივე მარეგულირებმა და შემოწმებამ, როცა გასაჩივრების უფლება არა აქვს კლინიკას შემოწმების დროს, როცა ყოველგვარი საფუძველის გარეშე ნებისმიერ დროს შეუძლია შევიდეს ბევრი რაღაცით, ამით თქორეც ზარალდება. ეს თითქოს თავისი ესე თქვა შინაარსით არის გამტკიცება რეგულირების, მაგრამ ის რომ სასამართლოს გარეშე შეუძლია ადამიანი დააჯარიმონ და მერე უკვე სასამართლოში აქეთ უნდა ედაოს, რომ თურმე თვითონ არის მართალი, ცხადე შეიცვალა აქცენტები ბევრი რაღაც. საბოლოო ჯამში ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაუბრუნდეს თავისი პოლიტიკის შემქმნელის მარეგულირებელ ფუნქციას და არ უნდა შეასრულოს იგივე ფინანსური პოლიციის და იგივე სასამართლოს ფუნქცია. ეს არ არის სწორი. მადლობა. მოდით მოვისმინოთ პასუხი განსაკუთრებით ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული სირთულეების გავლენა ჯანდაცვის სექტორზე. ევროინტეგრაციაზე რა არის? მარტივად სცემს ყველაფერს პასუხს, მაგალითად განცხადება, რომელიც გაკეთდა სულ თავში ყველაზე მნიშვნელოვანი განცხადება, ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრისგან, რომელმაც თქვა, რომ
მაგალითად 2030 წლისთვის ჩვენ საქართველოს კანდიდატ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მეტად ვიქნებით ობიექტურად მზად იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. არადა ევროკავშირის წევრობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ნიღაბია რაიმე კონკრეტული და არც რაიმე ლოზუნგი კონკრეტული. ეს აუცილებლად უნდა გვეხსმოდეს, რომ ეს არის კონკრეტული კრიტერიუმების და ინდიკატორების ერთიალობა, რომლითაც ფასდება, როგორი გაქვს კორუფციის დონე, როგორი გაქვს ბევრი რაღაც ისეთი, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს დასკვნას რეალურად, რომ ეს ევროპული სტილის სახელმწიფოა თუ არა. აი ამ თვალსაზრისით ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი, რომ თუ კი მტკიცებულებებზე ოდესმე მოვინდომებთ, რომ დავფიქრდეთ და კონკრეტულ ინდიკატორებზე და ფაქტებზე, გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც უკუსლაზე და იმაზე დაიწყეს საუბარი და ყველა აბსოლუტურად მათ შორის აი კანდიდატად აღიარება საქართველოს დაგვიანდა და უკლებლივ ყველა პროფესიონალურ შეფასებაში საქართველოს აღმოჩნდა რომ კანდიდატ არამც თუ კანდიდატ სახელმწიფოებზე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაზე უკეთესი მდგომარეობა ქონდა მაგალითად კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის მიმართულებით და სხვა. ამიტომ ეს მე მგონია რომ ეს პოპულარული ასე ვთქვათ ფრაზა რომ ვინმე რამეს გადაუხვია და გადმოუხვია და ასე შემდეგ უბრალოდ ჩემი აზრით უკვე არასერიოზულად გამოიყურება. საქართველოში პრაქტიკულად ყველა swams უკვე ამ კითხვას აღარავინ აღარ ენდობა, ასე ვთქვათ, გაკეთებულ უბრალო განცხადებას, რომ ევროპული კურსი აქეთ არის თუ იქით არის, არამედ კონკრეტულად კითხულობენ, ადამიანები კითხულობენ, რაში გამოიხატება, მაგალითად, რატო არის არაევროპული რომელიმე ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მიღებული. ვიმსჯელოთ და გავაკეთოთ დასკვნები, მაგრამ ნახეთ რა შეა საქმე, ოპონენტი არასდროს ასახელებს კონკრეტულად თქვათ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება ამ თვალსაზრისით თუნდაც იყოს კონტროვერსიული, გარდა იმ თქვათ მე ვფიქრობ, მაინც ყბადაღებული თემა უნდა დავარქვათ, იმიტომ რომ იქაც დადასტურდა მაგალითად ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რომ აღმოჩნდა, რომ მთელი ევროპა ღებულობს ამ კანონს და აღმოჩნდა, რომ საქართველოს თუ მიიღებდა, ეს არ იქნებოდა არც ერთ შემთხვევაში სხვა არაფერი. დავასრულებ და გეტყვით, მოკლედ ვიტყვი, რამდენიმე საკითხი იყო, რაზეც მინდა აუცილებლად ყურადღების გამახვილება. ნახეთ, აი მე ზუსტად ამიტომ მგონია, რომ ნახეთ ევროპულობაზე ვსაუბრობთ, აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ 50%-ია ასე ვთქვათ, ყველაზე დაბალი ასე ვთქვათ, მაჩვენებელი, სადაც სახელმწიფოს ჰოსპიტალური სექტორი ხელში უკრავს. არა იმიტომ, რომ სახელმწიფოს უნდა სადმე დომინანტი იყოს და აქედან ფულის შემოსავალი მიიღოს და ასე შემდეგ. არა, უბრალოდ ჯანდაცვა სპეციფიკური სივრცეა, სავსე რა თქმა უნდა, მორალური პასუხისმგებლობებით, სამართლებრივი პასუხისმგებლობებით და ვალდებულებებით, რომელიც შეიძლება ხშირ შემთხვევაში არც იყოს თავსებადი კომერციულ ინტერესებთან. და ამიტომ, როდესაც ბრუტალურად, ბრმად, ბლანკეტურად პირდაპირ ყველაფერი გადაეცა კერძო კლინიკებს, რომ მათ ეკეთებინათ მათ შორის ისეთი რამ, რაც შეიძლება კომერციულად მათთვის სულაც არ იყოს საინტერესო. ამან ბუნებრივია წარმოშვა უზარმაზარი პრობლემები ჯანდაცვის სტრუქტურების გასამართად და ამაშია პრობლემა, რომ მე მგონია, რომ ევროპაში საკმაოდ მონდომებულები არიან, რომ კონდეთ აქტიური პოლიტიკა. ძალიან კარგად იციან იქ მცირე მთავრობის იდეას ყველაფერი ეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ინარჩუნებენ 50%-ში. მაგალითად შვედეთში ეს შეიძლება ადიოდეს უზარმაზარ რიცხვებამდე. მაგალითად პირიქით იყოს 80% ხდებოდეს სახელმწიფოს წილი. რატომ? აი დავსვათ უბრალოდ რიტორიკულად ვსვამ, ჩემს პასუხი ნათელია და მე მგონი ყველას გასაგებია. ჩვენთან უკუღმა 15%-ია ჩამოსული. ამან შექმნა პრობლემები და აი ზუსტად ამას ვამბობ, რომ ნახეთ როგორ არის. აი როდესაც აი ბატონი ანდრია საუბრობს იმაზე, რომ თითქოს ცუდი გადაწყვეტილება, აპრიორი ცუდი გადაწყვეტილება, მაგალითად კონტროლის უფლებამოსილოების გამკაცრება სამინისტროს მხრიდან. არამც და არამც ამას ვარ დავეთანხმები და ზუსტად აქ მგონია მთავარი პრობლემა. ესე იგი ჩვენ როგორ გვესმის, იცით ვითარება, რომ კერძო სექტორს ყველაფერი და შემდეგ ესე კერძო სექტორისთვის არ შეიძლება იყოს ფულის შოვნა არ შეიძლება იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცვა. პირიქით უნდა იყოს, სრულიად საპირისპირო უნდა იყოს. ჩვენ უნდა გქონდეს მთავარი ამოცანა, რომ პაციენტის უფლების დაცვა იყოს რაც შეიძლება მაღალი და სხვათა შორის კონსტიტუციაში ეს ამგვარად არის ჩაწერილი, რომელზეც იმუშავა პრემიერ-მინისტრმა. სხვათა შორის ეს ასეც არის განსაზღვრული. ნახეთ, ამაშია მთელი მარილი ამ საკითხის. ნახეთ, ესე იგი ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება მაღალი დონით იცვებოდეს პაციენტის უფლება. ეს ხდებოდეს. ამისთვის რა თქმა უნდა სიმკაცრეც იქნება რაღაც მომენტში აუცილებელი და არამც და არამც არ შეიძლება თქმა რომ თუ კი მკაცრად ამ პროცესს ვაკონტროლებ, დაცულია თუ არა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. აი ეს ჩაითვალოს რომ თავარი ანტიევროპული გადაწყვეტილება იყოს. ბატონო ანდრია, თქვენ გქონდათ ასე მოსაზრება და იმაში რომ ფულის კეთება არ უნდა იყოს თავარი ამოცანა და არც არის. გადახედეთ ფინანსურ მაჩვენებლებს, ჰოსპიტალური სექტორის, მათ შორის კერძო სექტორის, ბატონი ზადა საქმის კურსში იქნება ამ კვლევების, როგორ არის ცვლილება შეცვლილი ბოლო პერიოდში მიმდინარე ხარჯების გასტუმრება ძნელია მათთვის და არ არის ეს ნამდვილად ის სფერო, რომელიც ისეთივე თქვათ გალაღებული იქნება, როგორც ჩვენ შეიძლება მაყურებელს უნდა წარმოვიდგინოთ. ესე არ არის. რაც შეეხება ახლა სხვა მიმართულებას. ბუნებრივია,
როდესაც მე ვიძახი, ჩვენ გვინდა ავაშელოთ ევროპული მოდელი ჯანდაცვის სექტორის, ეს არის მოდელი, რომელიც ადამიანის უფლებად აღიარებს ამ ჯანდაცვას, ხო? და პირველ რიგში ეს ადამიანის უფლება დაკავშირებულია იმ კანონებთან, რომელიც ბოლო პერიოდში მივიღეთ. რომელიც მაგალითად იგივე იმ არასამთავრობო სექტორი, რომელიც მუშაობდა სოციალურ და ჯანდაცვის სექტორში, ხო? მიიყვანა იქამდე, რომ ძალიან ბევრი ორგანიზაცია შეწყვიტა ურთიერთობა, ორგანიზაცია შეუწყდა დაფინანსება თავისი დოლარით. რომელი ბატონო ანდრია? ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი არ გვინდა, თქვით. კი, მათ შორის მაგალითად ორგანიზაცია, რომელიც პირად ჩემი დაფუძნებული. ერთს არ ვახსენებ, თორე ეს არის ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომელმაც თავიდან არ გაიარეს რეგისტრაცია, არ უნდათ დაერქვა საკუთარი თავისთვის ხალხის მტერი და უცხო ქვეყნის აგენტი, არ უნდათ დაერქვა და ეხლაც იცავენ თავიანთი ბენეფიციარების კონფიდენციალურ უფლებას. ეს არის ის, რაც უნდა გამოსწორდეს. ამას ნუ იცავთ, ბატონო ჩემო. იმიტომ რომ ეს ქვეყნის და თქვენთვისაც ცუდია. იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ის რაც ცუდია ქვეყნისთვის, კარგი იყოს რომელიმე პარტიისთვის, რომელიმე მინისტრისთვის, რომელიმე სამინისტროსთვის. გასაგებია, ბატონ ანდრია, ბატონ ზაზას მოусმინოთ, აი ევროინტეგრაციას თან თანამშრომლობის სირთულეები მთავარ პრობლემად ესახება ბატონ ანდრიას, რომ ეს უშლის ხელს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას. მოგესალმებით, ბატონო მაგდა, ბატონმა ანდრიამ თავის გამოსვლა დაიწყო, რომ დღეს ევროპის დღეა და რა თქმა უნდა, ყველას ულოცავთ, თითოეულ ევროპელს, თითოეულ ქართველს, მაგრამ დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 91 წლის იუბილეა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ დღესაც უპირველეს ყოვლისა აღნიშნავთ, იმიტომ რომ 100,000 ქართველი შეეწირა აი ამ ზუსტად ამ დღეს, რასაც დღეს ჩვენ მოვედით და მათ ხსოვნას, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ და გვახსოვს თითოეული ქართველის დაღუპული ქართველი გმირია ჩვენთვის მოგეხსენებათ და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი დღე, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. ეხლა რაც შეიძლება დღევანდელ ჩვენს თემას ძალიან აქტუალურია და არ შეიძლება რომ ბატონ მიხეილს არ დავეთანხმო, რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს. იმიტომ რომ რამოდენიმე რეფორმა მოხდა ერთდროულად, დავიწყოთ იგივე რეფერენტული ფასებით, იგივე DRG სისტემაზე გადასვლით, რაც ბატონმა ანდრიამ ბრძანა. DRG სისტემა არის მიღებული მთელ ევროპულ ქვეყნებში. ეს საკმაოდ რთული, მაგრამ მოქნილი სისტემა, რომელიც მუდმივად პატარა ბავშვით მზარდია და დაფინანსებაც ამაზე მეტყველებს. თუ კი დაუშვათ 15 წლის წინ ჯანდაცვის დაფინანსება იყო სადღაც 200 მილიონამდე, დღეს 1,5 მილიარდია და ეს პროგრამები ყოველწლიურად იზრდება და იზრდება. დაწყებული ონკოლოგიით, გაგრძელებული უფასო მედიკამენტებზე რომ ბრძანებდით, იგივე ფსიქოტროპული მედიკამენტები, ონკოლოგია, ეს ყველაფერი სრულად ფინანსდება დღეს აი ამ უზარმაზარი ბიუჯეტით და ეს ჩვენმა მთავრობამ ზუსტად ქართულ მოსწავლე აიღო თავის თავზე და ამას ჩვენ ვასრულებთ. ვინც მუშაობს, იქ რა თქმა უნდა არსებობს გამოწვევები, ხალბატონო მაგდა დავეთანხმებით, მაგრამ უნდა ვაღიაროთ ის, რომ რეფერენტული ფასების შემოღება მოხდა ეტაპობრივად. ჯერ იყო 3,000 მედიკამენტი, შემდეგ 7,000 და ახლობით საქართველოს ბაზარზე არის 10,000-მდე მედიკამენტი დღეს და რჩებოდა ის 3,000, რომელზეც სამწუხაროდ ფარმაცევტულმა კომპანიებმა მკვეთრი ზრდა მოახდინეს ამ მედიკამენტების ფასიც, რაც ვერ დაბალანსდა იმ 7,000 მედიკამენტით, რომელზეც დაწესდა რეფერენტული ფასი. ეხლა იცით, ბატონმა მინისტრმა გააჟღერა, რომ 700-მდე მედიკამენტი ემატება ამ სიას. მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც საპარლამენტო ჯანდაცვის კომიტეტის წევრებიცა ვარ ჩართული, მუდმივად იმართება იგივე რეფერენტული ფასების კომისია, იგივე DRG-ის კომისია, რომელიც ვიხილავთ ფასების მოკლებას, მომატებას, სად რა არის. ეს არის მოხდილი სისტემა. აი, უნდა ვიმოქმედოთ მუდმივად. ჯანდაცვა ვითარდება ყოველდღიურად, როგორ არის? აი, პოლიტიკური გადაწყვეტილებების, პოლიტიკური ვითარების გავლენა ჯანდაცვის სისტემაზე, აი ამაზე რა. ეხლა პოლიტიკური გავლენის, მაგალითად, ერთ სიტყვას ვიტყვი თავში, რომ ბატონი ჰანს კლუგე, რომელიც არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი. მან აღნიშნა, რომ საქართველოში გატარებულმა რეფორმამ, სადაც ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვამ, რაბაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა და კანონი შეცვალა, მისცა საშუალება მთავრობას, რომ 40%-ით უფრო იაფად შეესყიდა ინოვაციური მედიკამენტები ჩვენი ონკოლოგიური პაციენტებისთვის. რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ის, რომ დამატებით ორ პაციენტს კიდე მეტი თანხა დავხარჯეთ იმისათვის, რომ მათ გამოჯამრთელობაზე გვეზრუნა. პოლიტიკა სწორია ის, რომ ჩვენ ბავშვებს ვეხმარებით, მანამ სანამ არ აქვს ის ტექნოლოგიები, რაც ჭირდება დღეს დაუშვათ იგივე ონკოლოგიის მიმართულებით, თუმცა ბოლოს განხორციელებული რეფორმები, ავიღოთ ფსიქოტროპული, ავიღოთ ჩანაცვლებითი თერაპია, ეს ყველაფერი პოლიტიკის ნაწილია, ხომ ეთანხმებით და სახელმწიფომ აიღო თავის თავს. რაც შეეხება საწოლ ფონდს, ეს თქმა უნდა ურთულესი საკითხია. დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ საქართველოში არის ჭარბად საწოლ ფონდი,
და მოთხოვნა არის ნაკლები. ჩვენ არ უნდა ავიღოთ აქ სტატისტიკურად რა ხდებოდა კოვიდის დროს და ეს მთელს სოფლიოში სულ სხვა ბალანსი იყო. დღეს გვაქვს ნამდვილად ჭარბი საწოლ ფონდი, რისი რეგულირება საკმაოდ რთულია, მით უმეტეს DRG სისტემაზე გადასვლის დროს. ამიტომ არის ტენდენცია იმისკენ, რომ ის რეგულაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტროს შემოაქვს, ეს აუცილებელი და სავალდებულოა, რომელიც აუმჯობესებს როგორც ხარისხს, ისევე მოხდინობას ჩვენი ჯანდაცვის სისტემის. მანამდე მოусმინოთ გირჩის პოზიცია როგორია, პირველ რიგში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ხოლმე რისი გაკეთება შეიძლება უკეთ, თქვენ რას ფიქრობთ და თემა, რომელიც ბატონმა ანდრიამ შემოიტანა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით სირთულები ასევე გავლენას ახდენს ჯანდაცვის სისტემის გავითარებაზე. რას იტყვით? მოგესალმებით მესალმე მაყურებელს ჩემ ოპონენტებს და მადლობა თემაზე დებატების მოწყობისთვის. მე დავეთანხმები ბატონ მიხეილს, რომ სანამ რაღაც კონკრეტულ საკითხზე დავიწყებთ საუბარს, რაღაც ზოგადი პრინციპებია გასავლელი და ჯანდაცვა ზოგადად ძალიან რთული პოლიტიკური თემაა, იმიტომ რომ ძალიან ემოციურია, იმიტომ რომ სიცოცხლეს ეხება, ჯანმრთელობას ეხება და ხშირად ეს ემოციური არგუმენტი ფარავს ხოლმე ლოგიკურ არგუმენტს. მით უმეტეს, რომ ჩვენ ქვეყანაში არც რა ქონია სწორი ჯანდაცვის სისტემა. ეს სწორი ჯანდაცვის სისტემა არის სამი ელემენტისგან შედგება. ერთი არის პაციენტი, რომელსაც უნდა რომ მიიღოს კურნალობა, რაც შეიძლება უფრო იაფად. მეორე ის ექიმი და კლინიკა, რომელსაც უნდა მიაწოდოს სერვისი და რომელიც არ მოსწონს ბატონ მიხეილს, მოგება მიიღოს, რაც ბუნებრივი სურვილია ნებისმიერი ორგანიზაციის და ასევე არის არ მომწონსო ბრძანიც. თავდა ასევე არის სადაზღვევო კომპანია. სადაზღვევო კომპანია, რომელიც ასრულებს ორ ფუნქციას. ერთი მხრივ ეხმარება პაციენტს, რადგან რომელსაც არ აქვს საკმარისი ინფორმაცია გააკონტროლოს ექიმი, ანუ კომპეტენცია სათანადო და აზღვევს პაციენტს. თავარი ფუნქცია სადაზღვევო კომპანიის ამაში მდგომარეობს, რომ რაღაც ისეთი არაპროგნოზირებადი ხარჯები არ ქონდეს. მეორე მხრივ გარანტიას ადლებს კლინიკას, რომ მიუხედავად ფინანსური მდგომარეობისა პაციენტისა, ის მიიღებს ფულს გაწეული მოსახურებისთვის. თუ ეს სისტემა ასე აწყობილი, თუ კონკურენცია სადაზღვევო კომპანიებს შორის, კლინიკებს შორის და არსებობს სამართლიანი სასამართლო, რომელიც სწრაფად და სამართლიანად აგვარებს დავებს ამ მხარეებს შორის, ეს სისტემა ყოველთვის ყველგან კარგად მუშაობს. ჩვენთან რა ვითარება? არასდროს არ ქონდა ეს სისტემა, იყო რაღაც მოკლე პერიოდი, სადაც ამ სისტემისკენ წავედით, მაგრამ არც კონკურენცია არ იყო სადაზღვევო კომპანიებს შორის, არც სასამართლო ქონია და ქონდა და წლები გრძელდება დავები და სამინისტროსაც კი აქვს შეთავსებული, როგორც უკვე ახსენეს, სასამართლოს ფუნქციები, ამიტომ ეს სისტემა ჩვენ მოქალაქეს არასდროს არ ქონია შეხება ასეთ სწორად დაწყობილ სისტემასთან. მაგრამ ეხლა რაშია პრობლემა? სასარგებლოდ არის ახლა გადახრილი. და პრობლემა რატომ არის? აი პრობლემა რატომ ჩნდება? იმიტომ რომ ნებისმიერ სისტემა როგორც არ უნდა ააწყო, იქ იქნება ხალხი, ვისაც არ აქვს ცდომა მომსახურებას. მარტივად ვთქვით ღარიბები. და ვინმე ეს ძალიან ემოციური თემაა, როცა ჩვენ ხედავთ, რომ ყველა ქვეყანაში ეს ხდება, ანუ პრობლემა რომ ჩვენ ვსაუბრობთ, არ არის რაღაც სპეციფიკური ქართული. ევროპაში იგივე ამერიკაში და შემდეგ. როცა ჩვენ საზოგადოება ხედავს, რომ რაღაც ღარიბ ადამიანებს არ აქვს ცდომა სამედიცინო მომსახურებაზე, ეს უცბად ხდება პოლიტიკური პრობლემა. და ყველაზე მარტივი პოპულისტური პასუხი არის, რომ მოდი ჩვენ მივხედავთ აქ ყველაფერს და მოგაწვით უფასო ან იაფ მომსახურებას. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ პირდაპირ უპასუხოთ სიღარიბის პრობლემას. ანუ ორი განსხვავებული პრობლემა, ერთმანეთში აერევა ხოლმე და იმის ნაცვლად, რომ ადამიანს, რომელიც ღარიბია და არ აქვს მაგალითად რამდენიმე 10 ლარი ჩვენ შემთხვევაში თვეში რომ მიყიდოს დაზღვევა. იმ ადამიანს ფული მივცეთ და შესაძლებლობა დაზღვევა იყიდოს, ამის ნაცვლად მთავრობა ერევა ჯანდაცვის სექტორში. და ეხლა რა ხდება? როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, აქ ყველას მოსწონდა ეს ამბავი, მაგრამ ეს თავარი პრობლემა, როგორც კი რომელიც ხნის მე თელ სისტემას. ყველა ადამიანს, ექიმსაც, პაციენტსაც, სადაც ერთი მოტივი უჩნდება მარტო. ფული წაიღოს ბიუჯეტიდან. ყველა მიცის, აი ყველა მაყურებელმა იცის დარწმუნებული ვარ, რომ იყო ერთი მინიმუმ შევთხოვა, როცა ექიმმა არასწორი დიაგნოზი დასვა, სრულად კეთილი მოტივებით, რომ პაციენტს მიიღო მაგალითად დამატებითი კვლევა. ეს ხო იმდენად გავრცელებული ამბავია, მე იშვიათად არ მგონია რომ მოქალაქე მოიძებნება ქვეყანაში, ვინც ასე თუ ისე ხშირად დადის ექიმთან და ასეთი შემთხვევა არ ქონია. ექიმი თავის მხრივ კარგ საქმეს აკეთებს, მეტ სერვისს თავაზობს პაციენტს, პაციენტისთვის უფასოა ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოო ჯამში ბიუჯეტიდან მიდის ფული, ეს ბიუჯეტი რაღაც მომენტში ვერ უმკლავდება და მთავრობა იწყებს ამის რეგულაციას. და ეს საბოლოო ჯამში თავდება ფატალურად. აი მაგალითისთვის, აქ იყო ნახსენე DRG სისტემა. ამერიკაში ეს სისტემა 80-იან წლების წინა საუკუნის 80-იან წლებში ის დასაწყისში დაინერგა. ამიტომ თავიდანვე გასაგები იყო, რა პრობლემები გაჩნდებოდა, რა გამოწვევები. ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა არის, რომ მთავრობა არასდროს ადგენს ფასებს და სულ ასე იქნება, რაღაც ფასი იქნება ზედმეტად მაღალი, ზედმეტად დაბალი. და აი მაგალითად სარეანიმაციო
მომსახურებაზე ფასები არ კორექტირდება დიდი ხანია, იმედია დააკორექტირებთ, მაგრამ ამის გამო კლინიკებმა დაიწყეს შემცირება სარეანიმაციო ფონდის და ერთმა იქმა მითხრა, რომ შეიძლება სულად გახდე დიღომშიო და აღმოჩნდე საგარეჯოშიო, ანუ იმიტომ რომ არ იყოს აი მაგას ვამბობ ზუსტად. ნახეთ რომ მეუბნებით რომ მოგება არ მომწონს, მე მაგას გეუბნებით რომ ნახეთ ესე იგი იმან რომ კერძო გავლენამ გააკეთა, აი ამიტომ ამაზეა ყველაზე მეტად სასაუბრო. ესე იგი თუ ფასი არადამაკმაყოფილებელი გახდა კლინიკა ნახეთ თავისუფლებას აძლევს, რომ პაციენტს მომსახურებაზე უარი უთხრას. ესე იგი პაციენტი უფრო მნიშვნელოვანია თუ მოგება. აი ეს არის, თორე მოგება კარგია. მოგება აუცილებელიც არის. მაგას ვიძახი, მაგრამ ნახეთ, ეს არ არის მთავარი რამ. მოგება აუცილებელია, მაგრამ ეს არ არის მთავარი რამ. პრობლემა არის, რომ ეს დავასრულებთ ზოგადად ჩვენ თქვენი ხედვა რა არის? სრულად კერძო უნდა იყოს ჯანდაცვა. ეხლა მივიყვან აქ ამ საკითხამდეც. ჩვენ ქვეყანაში სრულად ასე მიღებულია, რომ ეს მოგება რაღაც ცუდ კონოტაციას შეიცავს და აი მოგებას თუ კომპანია მოგება უნდა კლინიკას, ეს რაღაც ცუდი არა და ყველა მოქალაქეს ხო ჩვენ ჯიბეზე ზრუნვა გვიყვარს ხო? არავინ ხო არ ტყვის რომ უფასოდ უნდა იმუშაო, ან კიდე იქეთ უხადო ვიღაც ადამიანს, ბუნებრივი ამბავია. მაგრამ ამაშიც გომარეობს აი ეს ძიმე სიმართლე, რომელიც პოლიტიკოსები გაურბიან ხოლმე, რომ კი, მთავრობა საერთოდ არ უნდა იყოს ჩართული ჯანდაცვის სფეროში ამ კუთხით. ბუნებრივად იარსებებს რაღაც სფეროები, მაგალითად ნახსნები იყო მედიკამენტების შეზღუდვა, ისია სამყარო აწყობილი ფარმაცევტული, რომ ზოგ შემთხვევაში მთავრობის ჩარევა აუცილებელია, რომ საერთაშორისო რაღაც შეთანხმებები იყოს. არის რაღაც უკიდურესი შემთხვევები, მაგალითად აი ძალიან სპეციფიკური დაავადებები, ან ძალიან უკიდურესი სიღარიბე, მაგრამ ამ შემთხვევაში ცალკე პრობლემას უნდა ვაგვარებდეთ. თუ საუბრობთ სიღარიბეზე და ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა იყიდოს დაზღვევა, ჩვენ ამ პრობლემას პირდაპირ უნდა უპასუხოთ. და ტრაგიზმიც რაში მდგომარეობს, რომ აი ამ სიღარიბის მოტივით ჩარევა, გაპირობებული ჩარევა, სიღარიბა კი არ მოაგვარა. უდიდეს ნაწილი იმპულსი, რომელიც ასე ვთქვათ, სიამაყით ამბობენ მთავრობის წარმომადგენლები, რომელიც იხარჯება ჯანდაცვაზე, სინამდვილეში მიდის შედარებით დიდარ და შესაძლებულ ადამიანებთან. და მარტივ მაგალითს მოგიყვებით, რომ გასაგები იყოს რატომ? მოკლედ თუ შეიძლება. მე ვესწრები სწორი პოზიცია ჩამოვაყალიბო, რომ მე სხვა საკითხებზე უფრო მარტივი იქნება საუბარი. ეყურეთ, ავიღოთ ორი პენსიონერი. დაახლოებით ერთი ასაკის, ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის. ერთი ცხოვრობს ვაკეში, აქვს კარგი ბინა, შვილები, კარგი შემოსავალი აქვს და შეიძლება პენსია რომც არ ქონდეს, კარგად იცხოვროს. და მეორე რაღაც პატარა სოფელი კახეთში. ყველას ხო გვესმის, რომ ვაკეში მცხოვრებ პენსიონერს ბუნებრივად ინფრასტრუქტურის ნაწილში მინიმუმ ინფრასტრუქტურის გამო უკეთესი წვდომა ექნება სამედიცინო მომსახურებაზე. და ამიტომ მასზე უფრო მეტი დაიხარჯება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე, ვიდრე იმ პენსიონერს, რომელიც სოფელში ცხოვრობს. და საბოლოო ჯამში რომ გადახედოთ, როგორ იხარჯება ეს ფული, ვითომ განპირობებული იმის, რომ ყველაზე ღარიბებს უნდა დავეხმაროთ, ვისაც ფული არ აქვს, იხარჯება იმ ხალხზე, რომელსაც პრინციპში რო არ ყოფილიყო ეს სისტემა, მაინც დახარჯებდა ფულს. გავრცელებული ხედვა შემოგთავაზა, სანდრო, რომ სახელმწიფო არაეფექტიანია, კერძო სექტორი დავასრულებ თუ შეიძლება, მაგრამ გავრცელებული კი არა, სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ხოლო ჩვენ ვლაპარაკოთ სიმართლეს, იმიტომ რომ ყველა დანარჩენი პოლიტიკოსი აქაც ჩანს, რომ პირიქით აკეთებს, იმიტომ რომ ასეა აწყობილი, როცა ამორჩევლს, ასე ვთქვათ, ემოციურად უყურებს, მას ხშირად უწევს ხოლმე რაღაცა ტკბილი ტყუილის მიღება უფრო მარტივია ხოლმე და ქვეყანაში ჩვენთან სიმართლე სულ 4%-ით ფასდება, როგორც წინაარჩენები გვეუბნება. მაგრამ თუ ეს შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. ხო და დავასრულებ კიდე ერთ მაგალითსაც მოვიყვან, აი წამლებზე ახსენეთ, ხო? აი წამლების ნაწილი, ფასების რეგულირება, ვითომ კარგად ჟღერს, მაგრამ თავიდანვე პარლამენტში ბატონ მიხეილ მაშინ პარლამენტის წევრი იყო და ღარიბაშვილი მთავრობამ დაიწყო ეს ფასების რეგულირება. ჩვენ მაშინ გავაფრთხილეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შედეგი იქნებოდა წამლების გაქრობა. და აი მაგალითად მე პრემიერ-მინისტრს ერთ დებატების დროს უთხარი, რომ ეს წამალი არის არიტმიის წინამდებ ატე, რომელიც ძალიან იაფი იყო. როგორც კი ამაზე ფასი დარეგულირდა, ის აღარ გახდა მომგებიანი კომპანიებისთვის, ახარ შემოდის, დღეს გადავამოწმე სპეციალურად ვიკითხე, სანამ აქ მოვიდოდი, ხო არ შეცვლილა რამე, არაფერი არ შეცვლილა და უავრავ პაციენტს გაზრდილი რისკი აქვს კარდიოლოგიური რაღაც გართულების დროს, თუ ეს წამალი არ შემოვა. მე იმედი მაქვს, რომ გამოვასწორებთ, შეიძლება შემოვიდეს სხვა ვითარება, სხვა მიზეზები ახდენს. მაგრამ და ისევ დაგიბრუნდებით. ამას ვასრულებ, ხო და აი ეს შედეგები გარდაუვალია, იმიტომ რომ მთავრობა ერევა. მადლობა. აი ბატონმა მიხეილმა უპასუხოს და შემდეგ გადმოვალ უკვე თქვენთან. კი, ესე იგი, სწორად მინდა რომ იქნეს აღქმული ჩემი პოზიცია, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი რომ ეს განმარტო.
არამც და არამც სწორი არ არის, ხა ჩემთვის იმის დაბრალება, რომ თითქოს მოგებას ვეწინააღმდეგები პირიქით კომერციული სტრუქტურაზე აბსოლუტურად ჯანსაღია, რა თქმა უნდა, რომ ნებისმიერ კომერციული სტრუქტურა ზრუნავდეს იმაზე, რომ მას კონდეს მოგება. ეს ერთმნიშვნელოვნად სწორია, მაგრამ ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ შეიძლება იყოს მთავარი რამ. მთავარი ჯანდაცვის სისტემის მართვაში უნდა იყოს, რომ ყოველთვის და მუდმივად ნომერ პირველი ინტერესი უნდა იყოს პაციენტის უსაფრთხოება. ეს არის ყველაზე მისი კეთილდღეობა. მოქალაქის კეთილდღეობა. ამაზე უფრო მთავარი არაფერი არ უნდა იყოს. თუ გაუჩნდება ამ მთავარ პრიორიტეტს კონკურენტი მოგების მიღების ინტერესის სახით, ეს ამ შემთხვევაში ბადებს ძალიან მწვავე რისკებს. აი ამაშია ჩემი პრობლემა დაკავშირებული იმ კუთხით, რომ ნახეთ ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მუდმივად თვალი უნდა გქონდეს, აი ესე გაფაციცებით უნდა ვაკვირდებოდეთ მონაცემებს, სადაც შეიძლება პაციენტის ინტერესზე მაღლა დადგეს კომერციული ინტერესი, იქ რა თქმა უნდა სახელმწიფოს მოეთხოვება იყოს ძალიან აქტიური და ეს არაფრის დიდებით არ ჩაუშვას. ეს არ გეგონოთ, რომ უბრალოდ პრინციპია, რომელიც ესე განყენებულად არსებობს. ეს არის ყოველდღიურობა, მათ შორის შემთხვევა, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომ მაგალითად პაციენტის შეფასება იმის მიხედვით ეს რთული შემთხვევაა თუ არ არის რთული შემთხვევა, ამის მიხედვით კლინიკას კომერციულად აწყობს პაციენტისთვის მომსახურების გაწება თუ არ აწყობს, აი აქ, როდესაც ესეთი დილემა ჩნდება კლინიკის შემთხვევაში, ეს რასაკვირველია, ურტყამს სწორედ იმას, რასაც ქვია კონსტიტუციური უფლება ადამიანისა ჯანმრთელობაზე. აი ჯანმრთელობაზე უფლება რომ სწორად რომ მიმაჩნია ეს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებად რომ მიმაჩნია, სწორედ ამიტომაც უყურებს. ასე რომ ნომერ პირველი ამოცანა, ნომერ პირველი ღირებულება ჯანდაცვის სისტემაში არის რა თქმა უნდა მისი აღმატებულება პაციენტის. სხვაგვარად ეს შეუძლებელია. ოღონდ ამას სჭირდება აუცილებლად თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ არა ემოციურ დონეზე და იგივე სოლიდარობა ითქვა. სოლიდარობა არ არის ერთადერთი კომპონენტი, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეთ ამ საკითხებზე დისკუსიებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ აქ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს როგორც პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხზე, რომ გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებით. აი ამ თვალსაზრისით უნდა ვთქვათ, რომ ისევ დაუბრუნდებით, თუნდაც იგივე დიუშენის თემას. ყველა რეალურად აი ანგარიშგასაწევი ექსპერტი ამ სფეროში, ვისაც მართლა შეიძლება დავეყრდნოთ, ყველა საუბრობს ამ შემთხვევაში იმაზე, რომ მტკიცებულებების ძებნა მიმდინარეობს, იმოწმებენ გარკვეულ წყაროებს, გარკვეულ დასკვნებს აკეთებენ, მაგრამ ის, ვინც დღეს ფაქტებს აყალბებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ამ წამალს კონკრეტულად დღეს ამ დრომდე ბრიტანეთზე უფრო ადრე არ ყიდულობს, რასაკვირველია, რომ ეს არის აბსოლუტურად მოკლებული. რეალურ მსჯელობას ეს არის უბრალოდ პოლიტიკურად მიკერძოებული, ან კომერციულად მიკერძოებული, სრულიად არანორმალური დამოკიდებულება საკითხის მიმართ. აი ეს არის მთავარი რამ, რაც უნდა გვესმოდეს. რაც შეეხება იმას, რომ თელ მსოფლიოში სისტემის ეფექტიანობაზე ზუსტად ნახეთ, აი ბატონო სანდრო, ეს მინდა რომ თქვა, რომ აი როდესაც თქვენც ბრძანეთ, რომ არის სექტორები, სადაც შეიძლება არ გამოდიოდეს უბრალოდ კომერციული მოწყობა, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი რამ შეიძლება ზიანდებოდეს, მათ შორის ჯანდაცვაში ეს იგულისხმება, იმიტომ რომ ზუსტად ევროპული სახელმწიფოები არ აკეთებენ ამას, რომ ყველაფრის განკერძოება მოხდეს და სახელმწიფო რეგულირება თავიდან ბოლომდე დამოკიდებული გახდეს იმაზე, რასაც ქვია კერძო ინტერესი, კომერციული ინტერესი. ამიტომ არის გამონაკლისები უარყოფითი, მაგრამ არა ევროპაში. ევროპულ სახელმწიფოთა შორის ყველგან პრაქტიკულად დომინანტია მთავარი ღირებულება არის ის, რაც არის პაციენტი და ამას ემსახურება ამ შემთხვევაში კომერციული ინტერესი თუ ის თავსებადია პაციენტს. სხვაგვარად შეუძლია. ეს გიპასუხე, შეიძლება თქვენ რომ ბრძანებდით აი ვიღაც იღებს ვაკეში მომსახურებას, ვიღაც რაღაც სოფელში. ასე ყველა ქვეყანაში ასეა. ვიღაც ამერიკაში იღებს მეიოს კლინიკაში მომსახურებას და ვიღაც რომელიღაცა შტატის დასახლებულ პუნქტში. თანაბარი არ არის, ეს გამორიცხულია. თავარი არის ის, რომ რაც სჭირდება პაციენტს ის მომსახურება მიიღოს მან. ეს იქნება სოფლის ამბულატორიაში დასმული დიაგნოზით, რომელიც მომსახურებას მიიღებს ფერი ამა თუ იმ ცენტრში, რაც ნამდვილად აწყობილი სისტემაა პაციენტის ტრანსპორტირება. მეორე თემა, რაც თქვენ ბრძანეთ, ოჩახეთ, ყობა აი ჩვენი ძველი მეგობრობა პარლამენტში აისახა თქვენს კარდიოლოგიურ ცოდნაზე. კარგია ატფ-ის ცოდნა ნამდვილად არსებობს ეს გამოწვევა და ბატონო მიხეილმაც გიპასუხათ თქვენ რომ ვიღაცას არ აინტერესებს მისი რეგისტრაცია და მისი შემოტანა, იმიტომ რომ იქ ვერ მიიღებს 10,000-ობით მოგებას. ეს არ არის სწორი და მინდა გითხრათ რომ ბატონ მიხეილთან ერთად ამის გარდა კიდე რამოდენიმე მედიკამენტია ასეთი მდგომარეობა, რომელსაც აუცილებლად გადავწყვიტავ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. რა თქმა უნდა, ვისაც შემოქონდა, იმ უნდა შემოიტანოს. არ შეიძლება ყველა მედიკამენტში 100%-იანი რეპლიკა და ბატონი თენგიზი გველოდება.
მოგება. ATF-ის შემთხვევაში, ოღონდ სანდრო ცოტა სხვა გარემოებები ახდენს ამაზე გავლენას, არა ის რომ მარტო კომერციულია ეს ფაქტორი, მაგრამ ესეც არის რომ ამის საწინააღმდეგოთაც არსებობს მექანიზმები, არსებობს მაგალითად სოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას აქვს დამტკიცებული, მაგალითად ეგრეთ წოდებული ესენციური მედიკამენტებს ეგრეთ თარგმნეს რატომაც, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მნიშვნელოვანი მედიკამენტები პაკეტი, რომელიც უნდა იყოს. ამიტომ შემცველებიც არის ბაზარებში. მარტივად ის დიქოტომია, რომელიც ბატონ მიხეილმა ახსნა, რომ ასე მოგებისკენ სწრაფად აქეთ პაციენტის ინტერესები, ეს უბრალოდ არასებული დიქოტომია რეალობაში, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ნებისმიერი კომპანიისთვის გასაგებია, რომ თუ მას უნდა მეტი მოგება მიიღოს, მან კარგად უნდა მოემსახუროს მომხმარებლას. არც ერთი კლინიკა თუ არსებობს მექანიზმების, იგივე სასამართლოსი და ასე შემდეგ, რომელიც ცუდად მოემსახურება, დააზიანებს პაციენტს, ან რაღაც გარდაცვალება მოყვება კურნალობას, ასეთი კლინიკა არ იქნება მომგებიანი. ამიტომ ეს ზოგადად არსადა არის, რომ ეს ურთიერთსაწინააღმდეგო მიზეზები იყოს, თუ სწორად არის მოწყობილი. თუ არასწორად არის მოწყობილი, იქ ბუნებრივად ბევრი კონფლიქტი ხდება, რაც მე უკვე ვილაპარაკე. არასწორად რას ქვია? DRG მოდელის მიხედვით, მაგალითად DRG-ს მთელი არსი არის, მთელი მსოფლიო ამას იყენებს. DRG მოდელის არსი არის, რომ გეუბნებიან, რომ მაგალითად რეანიმაციაში მოხვედრილი, მაგალითად არ ვიცი, აი ფილტვების გამო მოხვედრილი რეანიმაციაში პაციენტი. ის ერთნაირი ტარიფით იმაშია, საშუალოა გამოთვლილი. ვიღაცა შეიძლება ნაკლები მკურნალობის დღე დაჭირდეს, ვიღაცას მეტი. საშუალო სწორია. აი მაგალითად ფილტვზე სხვათა შორის ეს გადახედილია ბოლო პერიოდში და სამართლიანი ფასია მერწმუნეთ იქ დადგენილი. მიუხედავად ამისა, კლინიკები აფასებენ პოტენციურად ჯანმრთელობის მდგომარეობას პაციენტისას, იმის მიხედვით, რომ რა ხანგრძლივობა შეიძლება დაჭირდეს საავადმყოფოში და ამის მიხედვით ან ღებულობენ, ან არ ღებულობენ. მომსახურებას აწვდენ, ეს კარგია? ხო და ეს აი ამას გეუბნებით, რომ კომერციულმა არ შეიძლება ეს გავლენა. ბევრი მაგალითი არსებობს. სინამდვილეში მე ვახსენე, რომ DRG სისტემა 94 წელს იყო 83-ში ამერიკაში შემოღებული და ეს ყველაფერი ცნობილია. მათ შორის, როცა აი ასეთი DRG სისტემით მაგალითად დაიწყეს ჰოსპიტალიზაციის და რეგულირება, ბელგიაში ერთდღიანი ჰოსპიტალიზაცია გაიზარდა 73%-ით. იმიტომ კი არა, რომ ბელგიაში რაღაც ცუდი ექიმები არიან. არა, იმიტომ რომ უბრალოდ როცა მოტივება, მთავრობა ხელოვნურად შეუცვალა მოტივები და როცა ერთდღიანი ჰოსპიტალიზაცია უფრო მომგებიანი აღმოჩნდა, ყველა დააწუნეს სამავთყოფოში. და ეს ამერიკაში ხალხი ციხეში ზის, იმიტომ რომ არასაჭირო ოპერაციები ჩაატარეს ამ DRG სისტემის გამო. ეს DRG სისტემა რაღაც პანაცეა კი არის. სინამდვილეში აქ სწორად იყო ნათქვამი და მე საერთოდ არ მაქვს არანაირი ასე ვთქვათ განსაკუთრებული ემფათია იმ მოდელისთვის, რომელიც ევროპაშია. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ აი ამ რეგულაციებმა, რომელიც ჩვენზე 50 წლით ადრე დაიწყეს და ყველა ეს პრობლემა უკვე დიდი ხანია იქ დაფიქსირებულია და სანამ DRG სისტემა დაინერგებოდა ქვეყანაში ჩვენთან, ამაზე კვლევები იყო დაწერილი აქ, რომ პრობლემა გექნებათ, აი რაც დღეს გვაქვს, უკვე პროგნოზირებული იყო, იმიტომ რომ იქ მოხდა ეს იგივე დაახლოებით 30-35 წლის წინ. აი ამაზე ორი პასუხი არსებობს. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ემიგრანტია ჩვენ ქვეყანაში წასული და ისინი იმათმა იციან, რომ ამერიკაში ამაზე პასუხია ძალიან ძვირი მედიცინა, რომელიც აი წარმოუდგენლად ძვირია და ხალხი მეზობელ ქვეყანაში ტომოგრაფიის გასაკეთებლად გადიან ხოლმე და ევროპაში თვეები ელოდები სანამ ექიმთან მიხვა. აი ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის მაგალითია. ევროპა კარგად ჟღერს, მაგრამ გინდათ შესთავაზოთ ჩვენ მოქალაქეებს, რომ თვეები იყოს იმამდე სანამ მივა ერთი ექიმამდე. თუ სამი ექიმი დაჭერდა, შეიძლება მთელი ცხოვრება დაეღო. გასაგებია, სანდრო ბატონ თენგისთან გადავდივარ უკვე. სიტყვით თქვენთან მოვალ ისე დაგიბრუნდებით ერთი წინადადებით. რო დავასრულო, ამიტომ ევროპაში ასე არგუმენტი არ არის, ამერიკაში ასე არგუმენტი არ არის. ჩვენ უნდა დავინახოთ მათი შესაძლებლობები და არ გავიმეოროთ, თორე ისე ვიმეორებ დაახლოებით 30 წლიანი დაგვიანებით, მეტი კი არაფერი. ბატონ ძალიან სომხადოლობრივი დისკუსია გამოგვივა. ახლა მე თუ მკითხავ, შეიძლება ერთი ლექცია ჩავატარო, რატო რითი განსხვავდება სამედიცინო ბაზარი ჩვეულებრივი ბაზრისაგან. ერთი პრინციპი, რომ ჩვეულებრივ ბაზარზე მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებაზე, სამედიცინო ბაზარზე ეს გადმობრუნებული არის. ეს არის მიწოდება განსაზღვრავს მოთხოვნას, ამას ქვია abnormal economics, რომელიც შეთანხმდა მთელი სოფლიო, ამიტომ ეს საჭიროებს ბევრ ჩარევებს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას. ერთი კიდევ დავამატებ და მე უფრო კონკრეტულად ვისაუბრებ, რომ ჯანდაცვას აქვს სამი მთავარი თვისება, რაც არ აქვს არც ერთ საქონელს, ჩვენ საქონელსაც არ ვლაპარაკობთ, სერვისს ვლაპარაკობ ჯანდაცვაში. ეს არის პირველი, რომ მოულოდნელობა, ჩვენ ჩვეულებრივ ბაზარზე ყოველთვის გეგმავთ თუ რა უნდა ვიყიდოთ. სამედიცინო ბაზარზე ბევრი არის დაუგეგმავი, გადაუდებელი დახმარება, რომელსაც ჩვენ არ ვიცით, როდის დაგვიდგება. მეორე, ეს არის ძვირადღირებული, ეს არ არის 100 ლარი, 200 ლარი, არამედ ეს არის სადღაც 1000-ობით. პირველი მოულოდნელი მოდის დაავადება, მეორე ძვირადღირებული, ამას ადამიანი მიყავს გაღატაკებისაკენ და მესამე გადაუვადებლობა, რომ ჩვენ ჩვეულებრივ ბაზარზე თუ რაღაც მოგვეწონა, გადავავადოთ რაღაცა, მაგრამ ამას სამედიცინო ბაზარზე ჩვენ ვერ ვეტყვით ჩვენს რაღაც დაავადებას, რაღაც გადავავადოთ. ეს სამი თვისება
ეს აღიარებულია მსოფლიოში საჭიროებს ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციას ჩვენ რა გვჭირდება აი უფრო ეს ამი დავამთავრებ მოდე ძალიან მსოფლმხედველური საკითხია და თქვენ რა ხარვეზებს ხედავთ დღეს მოქმედ სისტემასთან გავაგზავნოთ აი ჯობია რომ ამაზე ვისაუბროთ იმიტომ ჩვენ დავიწყოთ მედიკამენტების რეგულირების თვალსაზრისით. მე მინდა გითხრათ, რომ მედიკამენტების რეგულირება ეს არ არის რაღაც ერთ კომპონენტიანი, არამედ მოიცავს მრავალ კომპონენტს. ის რომ ჩვენთან დაიწყო 3 წლის წინ რეფერენდული ფასწარმოქმნა, სხვა შორის ეს არის ევროპული იდეა და კარგია რომ თავიდან 1100 იყო სხვათა შორის, ახლა 7800 თუ 7000. ეს დინამიკა არის ძალიან კარგი, რომ ასე გრძელდება და ესეც უნდა იყოს, მაგრამ ეს არის ერთი კომპონენტი. ამას უნდა მოყოს სხვა კომპონენტების. ახლა სხვა კომპონენტები რა არის? აი მეორე კომპონენტი. მე არ ვლაპარაკებ ევროპის ქვეყნებში ძალიან მოწესრიგებულია ეს, მე ჩვენს მეზობლად ვიტყვი, დავუშვათ თურქეთში როგორ ხდება. თურქეთში მეორე კომპონენტიც არსებობს ამ რეფერენდულ ფასწარმოქმნასთან ერთად. ეს არის რომ სახელმწიფო თავის თავზე იღებს მთელი მოსახლეობის მედიკამენტების საჭიროების 70-75%-ს. ანუ ის ერთბაშად ახდენს შესყიდვას აი მედიკამენტების, ეს თავისთავად იწვევს ფასის შემცირებას. ამიტომ არის ეს, რომ თურქეთში უფრო იაფი არის მედიკამენტი, ვიდრე დავუშვათ ჩვენთან. ესეც არ არის კიდევ არსებობს სხვა კომპონენტი მედიკამენტების რეგულირების თვალსაზრისით. ის რომ თუნდაც ერთი ჩვენი რეალობისთვის რა იქნებოდა ადეკვატური? აი ეს უნდა იყოს. ახლა ჩვენ მე პირდაპირ სტატისტიკას გეტყვით, რომ ჩვენთან 1.2 მილიონი ხარჯება მედიკამენტებზე მთლიანად ქვეყანაში. ამ დროს სახელმწიფოს ხელშეწყობა არის მხოლოდ 95 მილიონი, ანუ სადღაც 7.8%. ნუ ახლა ცხადია ეს წინა წლებში იყო რაღაც 20 მილიონი, გაიზარდა 85 მილიონამდე და დინამიკა მაგრამ ეს არის ძალიან ცოტა აი სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მედიცინა არ არის მხოლოდ საუშო დიაგნოსტიკა, მედიცინა რომ კონსულტაციები დააფინანსოს სახელმწიფომ, არამედ მთავარი შემადგენელი ნაწილი არის მედიკამენტი. და თუ მედიკამენტს არ აფინანსებს სახელმწიფო მთელი აი მხოლოდ 90% ჯიბიდან ხდება, ეს ცხადია იწვევს ხელმისაწვდომობის შემცირებას. სწორედ აქეთკენ უნდა იყოს დინამიკა, რომ მედიკამენტების მოცვა, რომ სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე, ახლაც აქვს, ეს მეორე კომპონენტი აქვს სახელმწიფოს, იგივე ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამა, სხვა პროგრამები ცხადია არსებობს, მაგრამ ის უნდა გააფართოვოს, ფართოვდება სხვა შორის, უფრო მეტი გაფართოება უნდა ქონდეს და რას ფიქრობთ მე კიდევ არ დავასრულეთ და შემ კი ბატონო. ეს მთავარი კომპონენტები აუცილებლად ჩართოს სახელმწიფომ, თუ სტატისტიკა გვეუბნება, მაგრამ იცით რას გეტყვით, რომ მხოლოდ რამდენი დახარჯოს სახელმწიფომ, ეს არ არის მთავარი. აი როგორ დახარჯავს სისტემა, ეს არის ყველაზე მთავარი. აი როგორ ხარჯავს, იქ კიდევ ცალკე ხარვეზები გვაქვს საქართველოში, როგორ ხარჯავს ეს არის დაკავშირებული პირველ ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე. ჩვენ მეორე ციფრსაც გეტყვით, რომ საქართველოში, ესე იგი მედიკამენტები მთლიანი დანახარჯი და ჯანდაცვაზე დაახლოებით 4.5 მილიარდია, აქედან მედიკამენტებზე არის თავს მილიარდ 2 მილიარდ დაახლოებით, ესე იგი ნახევარზე მეტი, დაახლოებით 40-45% მედიკამენტებზე იხარჯება. ეს არც ერთ ევროპის ქვეყანაში ეს არის დაახლოებით 20%-მდე. ეს რას მიგვანიშნებს ლაკმუსობით, რომ ჩვენი სისტემა არ მუშაობს ისე როგორც საჭირო. რატო არ მუშაობს? მოდით პასუხი მოვისმინოთ და შემდეგ ისევ ვუხსენებთ. ამის მთავარი მიზეზი არის სისტემური პრობლემა, რომ პირველი ჯანდაცვის სისტემა არ მუშაობს ქვეყანაში, ნდობა არ არის უბრალოდ ადამიანების პირველ ჯანდაცვის სისტემასთან და ეს პირდაპირ აკითხავს აფთიაქს, ამიტომ არის ჭარბი მოხმარება. ბატონ მიხეილს და შემდეგ თქვენ გეკნებათ ისევ აზრის გამოთქმის საშუალება. კი ბატონო, არა ეფექტიანობა ეს არის მთავარი საკითხი. შევეცდები რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები რაც ითქვა ამასთან დაკავშირებით თქვა, თორე იქ არის განსხვავებული რიცხვები და ეს ამ დეტალებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას. ერთი აბსოლუტურად ვიზიარებ მოსაზრებას, რომ რეფერენდული ფასების მიღმაც სხვა კომპონენტების მხარდაჭერაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მართლაც ისეთი რამეა, რომ თუ სინქრონულად არ განვითარდა რაღაცეები, სხვაგვარად ძალიან ძნელია, რომ მხოლოდ ერთი მიმართულების განვითარებით ვერაფერს ვერ იზამს. ამიტომ რა თქმა უნდა, იქ არის პოლიპრაგმაზია ვახსენეთ, აი სანამ გადაცემა დაიწყო, აქედან დავიწყოთ, მაგალითად პოლიპრაგმაზიის თემასთანაც არის ეს კავშირი, რომ ზედმეტი ჭარბი მოხმარება არ ქონდეს მედიკამენტებს. ის რაზეც ბატონმა ზაზამ ისაუბრა, რომ კომპლექსურობა, რომ ისი არ
არ გამოვიდეს მე რომ თქვა წნეხი შემცირდეს მაგალითად იმ მედიკამენტებზე რაც რეფერენტულია და ახალი შემოდიოდეს მუდმივად რომელზეც პირიქით თქვა პრობლემატური იქნება ეს პაციენტისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი საკითხია მუდმივად ამას თანაბრად ჭირდება მხარდაჭერა. მაგრამ ნახეთ ერთ-ერთი თემა რაც თქვენ შეეხეთ იყო მაგალითად მივალ მაგამდე აუცილებლად, მაგრამ თავარი რამ, აი რაც თქვენ ბრძანეთ და ეს არის აბსოლუტურად მართებული რამ. ჯანდაცვის სისტემის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია არა ის რამდენს ვხარჯავთ, არამედ მნიშვნელოვანია როგორ ვხარჯავთ და რისთვის ვხარჯავთ. აი ამიტომ სხვათა შორის აი ნახეთ, როდესაც საუბრობთ ზოგადად მე რომ საუბრობდი შეცდომებზე მაგალითად დაშვებულზე, მათ შორის ამ შემთხვევაში არა მხოლოდ მეკრთამეობას გულისხმობ, მაგრამ კორუფციულად სისტემის აწყობაზე კი შეგვიძლია ვისაუბროთ. დიდწილად ეს იყო კორუფციული დამოკიდებული რაღაცა კონკრეტული კომერციული ინტერესების გაცვლა-გამოცვლა. ეს არის ცუდი და ამაში ვხედავ პრობლემას. მაგრამ ნახეთ, თქვენ ხომ კარგად იცით, რომ მაგალითად პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიმართ ნდობის არარსებობა დიდწილად ერთ-ერთი ამის განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება იყოს კომერციულად ჰოსპიტალურ სექტორში არსებული დიდი ინტერესები. იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, ფუნდამენტური, რაც უნდა ქონდეს პირველად ჯანდაცვას, ეს არის მათ შორის ის, რომ ბევრი არ იყოს, პრევენცირებული იყოს მაქსიმალურად საჭიროება იმისა და რა თქმა უნდა. ეს ყველა ამაზე საუბრობს. დანია, მაგალითად კანადა, ძალიან ძლიერი მძლავრი გააკეთებს სხვა სფერო, როგორც პირველად ჯანდაცვა. ხო და ამას ვიძახი, ნახეთ, კომერციული თვალსაზრისით, ჰოსპიტალური სექტორისთვის, კომერციული ჰოსპიტალური სექტორისთვის არის საინტერესო პრევენცია, რომ არავინ ავათ არ ხდებოდეს. მე ეჭვება ამიტომ ეს არ არის მათთვის მთავარი ამოცანა და მთავარი ღირებულება, მხოლოდ ასე ვთქვათ, სამედიცინო პროფესიონალთა პროფესიული ღირსება არის ამის ერთადერთი დამაკავებელი შემაკავებელი, რომ ეს არ ხდებოდეს მთლიანად კომერციული დღესდღეობით. ამიტომ ჩვენ გვინდა, ამიტომაც იყო, რომ ერთ-ერთი პირველი აი ფუნდამენტური რეფორმა, რასაც აუცილებლად მივყვებით ბოლომდე გავაკეთებთ, ეს არის რა თქმა უნდა პირველად ჯანდაცვის რგოლი. მაგრამ რთული, ძალიან რთული, იმიტომ რომ 10 წლეულების განმავლობაში ეს ჩანაგდებოდა. და თუ არა და შევხედოთ უბრალოდ როგორია განვითარება მაგალითად ამისი ინფრასტრუქტურულად სამედიცინო პროფესიონალები. აი ნახოთ უბრალოდ რა ხდება ამ მიმართულებით, როგორი იყო მაგალითად თუნდაც განათლების რეფორმა ამ მიმართულებით ადრინდელი პერიოდების. დღეს საბედნიეროდ არის ხედვა იმის, რომ ეს არის კრიტიკულად აუცილებელი, იმიტომ რომ ძალიან დიდი რამ შეიძლება მოიტანოს. ფუნდამენტია. ამას ვამბობ, ნახეთ, ცოტა ხნის წინ არ იყო რომ თქვი, რომ 120 მილიონის დახარჯვით პირველად ჯანდაცვას შეიძლება მაგალითად 400 მილიონიანი დანაზოგი იყოს. ესეც რა თქმა უნდა, ეს ცვალებადი იქნება, რასაკვირველია. მაგრამ ამას მოიტანს, იმიტომ რომ პრევენცია იქნება ეფექტიანი. ბატონ თენგის, თქვენ თუ გნებავთ გამოეხმაურეთ, ბატონ ზაზას გადავცემ შემდეგ და უკვე ბატონ თქვენ დიახ. აი პირველი ჯანდაცვის თვალსაზრისით ახლა ბოლო პერიოდში დაიწყო პილოტირება, ეს არის pay for performance-ის დანერგვა, რომელიც რას გულისხმობს, რომ აი ჩვენ გქონდა წინათ მხოლოდ რაოდენობრივად დაფინანსება აი ოჯახის ექიმებისათვის. ახლა გადადის უფრო შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსება, ანუ ხარისთან დაფინანსება ოჯახის ექიმ ფინანსდება როგორ? თუ ის უფრო მეტ პრევენციას გააკეთებს, მეტს გამოავლებს სკრინინგს, ანუ ეს პილოტირება და კარგი იქნება თუ ეს გადავა თანათანობით გაფართოვდება. იმიტომ რომ აი ჩვენი მეზობელი თუნდაც თურქეთის გამოსტილება რო ავიღოთ, იმათაც ჰქონდა პრობლემა 2003 წელს დაიწყეს ეს ჯანდაცვის პირველი ჯანდაცვის რეფორმირება და ორი მთავარი საკითხი წამოწიეს. ეს არის განათლება, რაც თქვენ ბრძანეთ, იმიტომ რომ დობა რატომ არის დაბალი ოჯახის ექიმის მიმართ და მე ხა არ განვაზოგადებ ყველა ოჯახის ექიმზე, მაგრამ არის დაბალი განათლება და მეორე დაფინანსება ფრაგმენტული. ეს არ არის ის უახლესი მეთოდები დაფინანსების, რაც ევროპაში უკვე აპრობირებულია, თუნდაც ის pay for performance, ანუ შედეგების მიხედვით დაფინანსება. მხოლოდ ამით შეიძლება აი ფუნდამენტი, რასაც ვქვია, პირველი ჯანდაცვა. საერთოდ ჯანდაცვა იერარქიული ის არის, თუ პირველი ჯანდაცვის ფუნდამენტი კარგად არ დახარჯა სახელმწიფოსთან, კარგად ააშენა, ვერასოდეს ვერ განავითარა ვერც მეორეულ ერთ ჰოსპიტალში. მადლობა, აი რას აკეთებს სახელმწიფო პირველი ჯანდაცვის გასაძლიერებლად, ბატონ ზაზას უნდა მოვისმინოთ ამ საკითხს. მართლაც პირველი ჯანდაცვის მთავარი რგოლია, რომელზეც უნდა იყოს მთელი ჯანდაცვა ქვეყანაში აწყობილი და ცოტა შურსწავალ ბატონი ალექსანდრე ბრძანებდა, რომ DRG სისტემა წამოვიდა ამერიკაში აგერ 40 წელიაო და მიუხედავად ამისა გახსოვთ ობამა-ქეა სისტემა მთლიანად 40 მილიონი ამერიკელი როდესაც დააზღვია და ჩამოიშალა მთლიანად მთელი ჯანდაცვის სისტემა ამერიკაში და პირველი რაც გააკეთა ახალმა პრეზიდენტმა ობამა-ქეას პროგრამა გააუქმა. მიუხედავად ამისა 2026 წლის ბიუჯეტი ამერიკამ ვერ მიიღო რის გამო? იმიტომ რომ ვერ შეთანხმდნენ ჯანდაცვის ბიუჯეტს. ანუ არა მარტო საქართველოსთვის არის ეს გამოწვევა, ამის თქმა მინდა თუ ისეთი
ქვეყანისთვის, როგორც ამერიკა, ეს ძალიან დიდი გამოწვევა. ეხლა რაც შეეხება პირველადი ჯანდაცვის სრგოლს, რა თქმა უნდა, ყველაფერი აქედან უნდა იწყებოდეს და ჩვენი საუბრები და არაერთხელ ვისმენთ პარლამენტში სამინისტროსთან ერთად რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პირველადი ჯანდაცვის სრგოლი აქ აუცილებლად გულისხმობთ რა თქმა უნდა სოფლის ექიმებსაც. როგორ გავუკეთოთ მათ სტიმულირება იმისათვის, რომ თვითონ მართონ პაციენტები. და ორი ასეთი მომენტი გამოვნახეთ სამინისტროსთან ერთად, ეს არის სკრინინგი და ინტერესება პირველადი ჯანდაცვის სრგოლით და ასევე ვაქცინაციით. და ეხლა როდესაც მიდის აკრედიტაცია, აი რომელიც გაგრძელდება ეხლა სექტემბრამდე, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა პირველად ჯანდაცვის სრგოლის დაწესებულებისთვის. მე თანხას მიიღებ ოღონდ და გვეხმარე სკრინინგში. ჩვენ ვამბობთ, რომ ონკოლოგიაში დღეს გვყავს 30,000-მდე პაციენტი ონკოლოგიური, ხო ძალიან დიდი ციფრია ესა. რატომ? როდესაც გვაქვს უფასო სკრინინგი, ძუძუს კიბოს, პროსტატის, სწორი ნაწლავის, მაგრამ მოცვა არის 12-15% მაქსიმუმ. თუ ასეთი მოცვა გვექნება და არ გვექნება 70%, მაშინ გამოდის, რომ ეს 15%-იც ტყუილად დახარჯული თანხაა. იმიტომ რომ მთელი დანარჩენი მოცულობა გადადის უკვე მეორე მხარეს. ამიტომ ის სისტემა, რასაც ვცვლით ახლა განათლებასთან ერთად, თქვენ აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ პირველად ჯანდაცვის სრგოლის და რაც თავარია, ჩვენ სახეზე გვაქვს პოლიპრაგმაზია, პოლიფარმაცია. როდესაც დიდი რაოდენობით, დიდი მოცულობით მედიკამენტი ენიშნება ერთ და იგივე პაციენტს, ხშირად ეს რაოდენობა ცდება 7-8-ს, რაც მის ეფექტურობას აკლებს და პაციენტი, რომელიც უნდა იმართებოდეს პირველად ჯანდაცვის სრგოლით, ხშირად ვეღარ მართავს ექიმი და გადადის კერძო დაწესებულებაში, როგორც ბატონი მიხეილი ბრძანება და რომელიც 85% მთელი ბაზრის უკავია კერძო სექტორს, ხო? რომელიც შემდგომ ამ პაციენტს მართავს და ეს თანხა ისე ვიხარჯება არასწორად. ამიტომ პირველი და მთავარი ჩვენთვის ამოცანა არის ის, რომ ექიმების განათლებასთან ერთად პირველადი ჯანდაცვის სრგოლის გაძლიერებასთან ერთად, რა თქმა უნდა, რეგულაციები, რომელიც გაამყარებს ჩვენს ჯანდაცვას. თორემ დღეს ჯანდაცვა ძალიან სწრაფად ვითარდება. აი ჩვენ საუბრობდით და ევროპასთან დაკავშირებით. საქართველოში დღეს არის 10-ობით მულტიცენტრული საერთაშორისო კვლევები. რომელიც სხვადასხვა დაავადებებს ეხება და საქართველოს ერთ-ერთი წამყვანია არა მარტო პოსტსაბჭოთა, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აი ამ მულტიცენტრული საერთაშორისო კვლევებით, რომელიც სხვადასხვა დაავადების დროს სხვადასხვა მედიკამენტს იკვლევს. ამიტომ ეს ჩვენი მიღწევაა, რომელიც მივახციეთ ნამდვილად და ძალიან ბევრი ექიმი აქედან მაღალანას გაურებას იღებს და საერთაშორისო კონგრესებს და ყველა მიმართულების ექიმები ჩვენი ქართველები არიან მაღალ დონეზე წარმოჩენილი, რაც ნამდვილად საამაყოა ჩვენთვის და გვიამაყება თითოეული ასეთი ქართველი ექიმი. მადლობა ბატონ ანდრიასთან გადავალახლა კითხვით, უკვე დაისვა საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტურობის საკითხი, რაში მდგომარეობს ხარვეზები თქვენი აზრით და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მიმართ პაციენტების უნდობლობისა ეს პრობლემა როგორ შეიძლება რომ მოგვარდეს? პირველ რიგში მადლობა ბატონ ზაზას, იმიტომ რომ თავარი რაც ამ დებატებში უნდა იყოს იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც დგას და როგორ გვეძებოთ გამოსავალი. კი, პრევენცია არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. სკრინინგით მოცვა მათ შორის პოლიპრაგმაზია, რაც თქვენ ბრძანეთ. იმიტომ რომ ეს სისტემები ხო ეს პრობლემა ხო დიდი ხანია ჩვენ გვაქვს, ხო? და უკვე დრო არის რაღაცა საერთო გამოსავალი მოვძებნოთ. მათ შორის პაციენტების ჩართულობით, მათ შორის ექიმების ჩართულობით და არა დაპირისპირებით ამ ჯგუფებთან და არა რომელიმე სექტორის, ხო? დამნაშავედ გამოცხადებს. ეს მე არ მომწონს, მინდა გითხრათ და მე ყოველთვის მგონია, რომ პრობლემის გამოსავალი მოიძებნება მხოლოდ თანამშრომლობით, დიალოგით და აქცენტის გაკეთებით იმასთვის, რომ ჩვენ გრძელვადიანი ხედვის დროს, ხო, ეს ჩვენი ჯანდაცვა უნდა სტაბილურად ვითარდებოდეს და არ იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ ცვლილებებზე და პოლიტიკურ კალენდარზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ მდგრადი განვითარების შენარჩუნება ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, ხო? საყოველთაო ჯანდაცვა თავის შინაარსით უნივერსალური ჯანდაცვის ქართული სინონიმია და ჩვენ ამ გზით მივდივართ. კი, სადღაც ნახევარგზაზე ვართ მისული, ხო? რამდენიმე კომპონენტი რომ დავასახელოთ, ხო, დაფინანსებასთან დაკავშირებით. გაიზარდა დაფინანსება, მაგრამ დღეს ახლა ვხარჯავთ ჩვენი ეკონომიკის შესაფერის ხარჯს გვაქვს რა. ანუ 50% ამ ხარჯების მაისევ ჯიბიდან აფინანსებს პაციენტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან დიდად გავზარდეთ სახელმწიფოს წელი, ხო? მეორე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აი ეფექტიანობა ახსენა მინისტრმა. მართალია, ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ იმაზე მსჯელობიდან რამდენს ვხარჯავთ, იმაზე მსჯელობაზე რა შედეგს ვიღებთ ამ და შედეგებზე ვისაუბროთ, ხო? კი, ძალიან კარგია, როცა უამრავ ადამიანი, თქვათ, ონკოლოგიური პაციენტი იღებს დღეს დაფინანსებულ ქიმიოთერაპიას და რაღაცას, მაგრამ უნდა ვიკითხოთ ეს საკმარისია თუ არა, ხო? ზოგჯერ მათ ჭირდებათ უფრო მეტი, ხო, ჭირდებათ მულტიდისციპლინარული გუნდი,
ჭირდებათ კარდიოლოგის, ჭირდებათ თქვა ნევროლოგის, ჭირდება ხშირად ფსიქოლოგის მხარდაჭერა, ხო? ანუ ეს ჩვენ ჯერ კიდევ წინა ვართ. ანუ ჩვენ ვართ გზაზე უნივერსალური ჯანდაცვის, მაგრამ სადღაც შუაში ვართ, როგორც დაფინანსების შეიძლება რომ მოცულობით. ეფექტიანობა გაიზარდოს თუ არსებობს. მაგაზე ვსაუბრობ. ეფექტიანობა ნიშნავს, რომ იგივე ფულით მეტი შედეგი მიიღო. და თუ შედეგებზე არ იქნები ორიენტირებული და თუ იმაზე იქნება სულ გადაცული, რომ მეტი დავხარჯო, მეტის დახარჯვა, ხო? არის ეკონომიკის შესაძლებლობებიდან გამომდინარე და ჩვენი საერთო ინტერესია, რომ ის რისი საშუალებასაც საქართველოს ეკონომიკა გვაძლევს და დღეს ჩვენ ხარჯავთ თუ გინდათ ციფრებით და ეფექტიანობით, რო გითხრათ, ეს არის დაახლოებით 3%-მდე ხარჯავთ სახელმწიფო. სულ ხარჯავთ 7%-ს, ხო? ანუ იგივე ევროპულ მოდელზე როცა ვსაუბრობთ, იქ პირიქით არის, ხო? იქ სადღაც 7-8% არის საშუალო და 10%-ს ხარჯავენ ცენტრალური ევროპის ქვეყნები მთლიანი შიდა პროდუქტის და 80% თითქმის სახელმწიფო აფინანსებს, ხო? ეს არის საშუალო ევროპული მაჩვენებლი. აქამდე წინა ვართ. თუ ჩვენ ხარჯავთ სადღაც 450, სადღაც $500, ხო, ერთ ადამიანზე, იქ იხარჯება 2000 და მეტი, ხო, 4000 და გერმანიაში 7000. ბიუშენის დაავადება ახსენა ბატონმა მინისტრმა. ჩვენი ბავშვები რო ეხა დაბადებულიყვნენ არ გერმანიაში ან საფრანგეთში, ისინი ამ წამას უკვე მიიღებდნენ. იმიტომ რომ ესეთი სისტემა აწყობილი კიდევ ერთხელ ვიძახი უფლებაზე, სოლიდარობაზე. რომელ წამალს? რომელ წამალს და აი ნახეთ, ცოტა ჯივინოსტატსაც მიიღებდნენ. ჯივინოსტატზე გერმანიაში მიიღებდნენ ამ მედიკამენტს არაკვლევის ფარგლებში, მიიღებდნენ, იმიტომ რომ ადრეული ხელმისაწვდომობის პროგრამებია, მათ შორის ისაუბრეს. არც საფრანგეთში, კარგი ბატონო მინისტრი, არგუნებული ვარ ეხლა თქვენც მოისმინეთ, ქართველი ბავშვი იყო დედასთან ერთად გერმანიიდან საუბრობდა, როგორ იღებდა ამედიკამენტს. ანუ საბედნიეროდ ბოლო პერიოდში ლაპარაკობენ ექიმები ქართველები, ლაპარაკობენ ბავშვები, დამთავრებული. ოდის ვიხდი არ გამოვა ასე, ნახეთ. ესე იგი გერმანიაში ხო ამბობთ, რომ ესე იგი ეს დანერგილია ეს? ესე იგი ვამოროლონზე არ ამბობთ, ამბობთ ჯივინოსტატზე. ვამოროლონზეც იგივეს ვამბობთ. ვამოროლონზე იგივეს რო ამბობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი ვამოროლონიც დანერგილია ამბობთ, ჯივინოსტატიც დანერგილია. ასე ბავშვები იღებენ ადრეული ხელმისაწვდომის პროგრამები არსებობს. ეს რომ აღმოჩნდეს, რომ თქვენ უბრალოდ თავი არ შეეწუხეთ და არც გადაამოწმეთ ეს გარემოება. როგორ გეკადრებათ? არა, როგორც ჩანს გამოგჩათ ხედულობაში, რომ მაქსიმუმ ეს ყოფილიყო კლინიკური კვლევების ფარგლებში. ამიტომ ეს არ არის სწორი. ეხლა ესე მარტივად შეგვიძლია თქვა შვედეთშიც არის, საფრანგეთშიც არის. გუშინო მეკითხა თქვენთვის მეტყოდი ხო კი ბრიტანეთშიც არისო და გუშინლამდე არ იყო ეს. რახან თქვენ ბრიტანეთში იღებენ? აი მომისმინეთ, რო იცოდეთ თქვენ ბრიტანეთში. ანდრია, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ. ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ, როდესაც აქიდან ადამიანებს ატყუებთ უბრალოდ არასწორ ინფორმაციას აწვდით. როცა დააფაროს ბატონი მინისტრი ეს უპასუხებს. არ არსებობს, არ შეიძლება ასეთი რამ. გეტყვით ეხლა რეალურად როგორ არის საქმე. ასეთი რამ რაც შეეხება ეს მედიკამენტები, რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, შოტლანდიამ ერთი წლის ევროპა შვედეთი არ არის, არა შვედეთი მიიღებს. დიდი ბრიტანეთი ახსენეთ, რახან დიდი ბრიტანეთი ახსენეთ გეტყვით. დიდ ბრიტანეთში შოტლანდიამ ერთი წლის წინ მიიღო რუტინული დაფინანსება, რაც შეეხება ინგლისმა მიიღო გუში 8 მაისს თუ არ გუში ხო, მაგრამ მანამდე ინგლისში მაგალითად იგივე არსებობს ადრე ხელმისაწვდომობის პროგრამა. ბოდიში წამალი ყოლევის გარდა რეკომენდაცია გასცა ბატონო ანდრია. ადრე ხელმისაწვდომობის პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს თუ ექიმმა დანიშნა უკვე რეგისტრირებული მედიკამენტი, რომ ის დაფინანსეს სწორედ ამ ფონდებიდან. რაც შეეხება ევროპას, იმითი განსხვავდება ჩვენი ქვეყნისგან, რომ იმ კითხვებს, რასაც თქვენ სვავთ, კლინიკური ეფექტურობა, პირველ რიგში ეს კითხვები გაცემულია ხოლმე პასუხები რეგისტრაციის დროს და როდესაც ევროპის სწავლის სააგენტო რეგისტრაციას უკეთებს წამალს. ამ კითხვებზე პასუხი გაცემულია იმ დათქმით, რომ გრძელდება დაკვირვება და გრძელდება ფრთხილი შერჩევა პაციენტების, აქცენტი გაკეთებულია მოვლენებზე, რომელიც შეიძლება წამალმა უარყოფით მოვლენებზე. ესე მუშაობს ეს სისტემები. დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთმაც უარი თქვა რუტინულ დაფინანსებაზე, მაგრამ არის იქაც ფონდები, რომლებიც უფინანსებენ. ეს არის სიმართლე. მაგრამ როდესაც ჩვენაირი ეკონომიკის ქვეყანას მეტი არ აქვს ამისი რესურსი, ან არ აქვს ამისი ინსტიტუციური, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული პროცედურა ამ გადაწყვეტილებების მიღების, თქვენ გიხდებათ ამაზე პასუხის გაცემა. და ძალიან არ არის სწორი, როდესაც ჩვენ დამოკიდებული ვართ კონკრეტული სუბიექტურ გადაწყვეტილებებს. ექიმებიც ლაპარაკობენ, მათ შორის ქართველი ექიმები, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ და იგივე გენური მაგალითად კურნალობას უწევენ თავის პაციენტებს, წაიკითხეთ, მოისმინეთ. რასაკვირველია, ეს არის რისკის შევცველი. რასაკვირველია ამისი ეფექტი, კლინიკური ეფექტი ის არ არის, რასაც ყველა ვისურვებდით. მაგრამ ეს უმსუბუქებთ. ეს არის გადავადება. ეს არის შანსი. ამაზე საუბრობს მთელი მსოფლიო, ევროპა. და როდესაც საუბრობ ევროპულ ჯანდაცვაზე, საუბრობ, რომ მინისტრები კი არ საუბრობენ ამაზე და მე კი არ ვსაუბრობ ამაზე, როგორც ასე ვთქვათ, ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი.
საუბრობენ ექიმები, საუბრობენ ფარმაცევტები თუ გნებავთ, საუბრობენ ადამიანები, ვინც უშუალოდ პაციენტების რა თქმა ორგანიზაციები მშაობლობენ, მშობლები საუბრობენ. როგორც კეთდებოდა ეს, როგორც გაკეთდა ინგლისში. სადაც თავიდანვე ჩართული იყო პაციენტთა ორგანიზაციები. მოусმინოთ მინისტრის განმარტებას. საქმე რაშია, იცით რომ არ მალაპარაკეთ საკუთო ჯანდაცვა. მართლა არ ველოდებოდი რომ პასუხოთ თქვენ მნიშვნელოვანი საკითხი დააყენოთ. ასეთ რაღაცას მოусმინდი თქვენგან. არ ველოდებოდი, იმიტომ რომ მათ შორის ამ თემაზე თქვენს განცხადებას ყურადღებას მიაქცევს ბევრი ადამიანი მიაქცევს და სხვა შორის ეთიკური თვალსაზრისით და მორალური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად გვესმოდეს, რომ უპასუხისმგებლოდ განცხადებების კეთება ცოტა პრობლემატურია, სულ მცირე ძალიან კარგად. იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა თქვენი ეს განცხადებები დაემსგავსოს ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული ექიმის, რომელსაც პოლიტიკური მიკერძოება დღეს უჩრდილავს აბსოლუტურად ყოველგვარ პროფესიონალურ ღირსებას. და რომლებიც გამოდიან და ხან ვამოროლონზე გაკეთებულ განცხადებას უსადაგებენ ელევიდის რაღაცებს, მოკლედ არეულდარეულია ყველაფერი. და ვინც დღეს მათ შორის ვერაცნობიერებს, რომ მათ შორის 2 კვირის წინ რომ მაგალითად ბრიტანეთის მაგალითზე რომ მე ვსაუბრობდი, რომ ბრიტანეთში ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რომ მე თვითონ ემპათიის, სოლიდარობის ბევრი მიზეზის გამო გულწრფელად გულით ველოდები, როდის იქნება მიღებული გადაწყვეტილება, აი ასეთ ფონზე, როდესაც ის ხალხი რაღაცა ბრალდებებს აყალიბებდა, როდესაც ბრიტანეთს მიღებული არ ქონდა, როდესაც გერმანიას დღემდე სხვათა შორის ჯივინოსტაძე მიღებული არ აქვს, შვედეთს მიღებული არ არის, განა არ არის ევროპული სახელმწიფო შვედეთი და დანია, რომელსაც არ აქვს მიღებული. მაგრამ ამაშია საქმე. ნახეთ, თითოეულ მედიკამენტზე ეს მარტივი ფორმაა მიღებული. ნახეთ, აკეთებს ერთი სახელოვანი ქვია იმ ექიმს, გამოდის იძახის ესეთ რაღაცას, რომ ნახეთ, საუბრობს მაგალითად მარტივ რაღაცაზე, რომ ჩემ ნათქვამს განმარტავს, მომაწერს რომ თითქოს როდესაც მე ელევიდისზე რასაც ვლაპარაკობ, რომ მაგალითად ემა მიღებული არ აქვს და უარი უთხრა ემამ, იმას მსჯელობს, რომ როგორ არ აგერ ვამოროლონი არის რეგისტრირებული ემას მიერ. მაშინ, როდესაც ერთი წუთი რომ მოესმინა, ხო და დარწმუნებული ვარ მოусმინა, ჩემი იმ განცხადებაში იქ ნათქვამია, რომ ეს ვისაუბრე ახლა ელევიდისზე, გადავედი შემდეგზე მივედი ვამოროლონზე და ვიძახი. ვამოროლონს დიახ, რა თქმა უნდა, აქვს FDA, ამას ვაკვირდებით, მათ შორის ვაკვირდებით, ისე როგორც შვედეთი აკვირდება. ამას წინათ ქონდა, მათ შორის სამედიცინო უნივერსიტეტი მოგვეხმარა ამ კუთხით, რომ მაგალითად გაიმართა ინფორმაცია იქნა მოთხოვნილი. იძახის შვედეთის სახელმწიფო უზარმაზარი შესაძლებლობებით კვლევითით. გამოდიან იძახიან მარტივ რაღაცას, რომ ვაკვირდებით, რამდენად ჯობია, მაგალითად, რასაც სხვათა შორის აი შვედეთი რასაც იყენებს კორტიკოსტეროიდს, ზუსტად იგივეს იყენებს საქართველო. ისინი არ ჩქარობენ, ამბობენ, რომ ვამოროლონით რო ჩავანაცვლოთ დეფლაზაკორტი, იქნება თუ არა უკეთესი ფიქრობენ. ჩვენს ბუნებრივი აქვს, ჭირდება დაფიქრება. იგივეა ჯივინოსტაძე. გერმანიას დღემდე არ აქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული. ამაზე უფრო აქტიურები ვინც არიან ამ შემთხვევაში არის ბრიტანეთი, ამ შემთხვევაში თქვენც ბრძანეთ აგერ და გწოდნიათ ეს. საფრანგეთმა საერთოდ ამ ჯივინოსტაძე თქვა უარი. იმიტომ რომ კონკრეტულად არის საუბარი ძალიან მძიმე მაგალითად გვერდით მოვლენებზე. ამაზეა ფიქრი. ამიტომ ამ ყველაფერს ჭირდება ძალიან ზედმიწევნით, აკურატულად და მხოლოდ პროფესიონალურად გადაწყვეტა. აი ეს მინდა ვთქვა, რომ შეუძლებელია ამ დროს ფაქტებს არ გაუწიოთ ანგარიში. აი ეს არის ჩემი თხოვნა ყველას მიმართ. თქვენს მიმართაც პირადად და რა თქმა უნდა ყველას მიმართ. ამ მედიკამენტზე არაფრის დიდებით არ შეიძლება უბრალოდ ან არასწორი მოლოდინების გაჩენა და ასე შემდეგ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სრული პასუხისმგებლობით. ვერც ერთი გარემოება ჩვენ დროში ვერ დაიმალება. არ დაიგვიანებს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, სად რომელმა სახელმწიფო მიიღო დაფინანსება. ნახეთ, ეს მე თვითონ მაქვს არაერთხელ ნათქვამი, რომ კლინიკური კვლევების ფარგლებში, რომელიც სულ არ არის დამოკიდებული სახელმწიფოზე, ამას თვითონ კომპანია წარმართავს. კვლევის რეჟიმში ეს მედიკამენტი ევროპულ ზოგიერთ სახელმწიფოში არის ხელმისაწვდომი ვინმესთვის. მაგრამ სახელმწიფო რო აფინანსებდეს, ეს ახლა იწყება რეალურად, იმიტომ რომ ჯერ კიდევ კვლევის პროცესია. მათ შორის ბატონმა ზაზამ სავსებით სწორამ შენიშნა ის ჯივინოსტატი. ნახეთ, ესე იგი, სულ არის რამდენიმე მედიკამენტი. აი ბოლომდე ვთქვათ სიმართლე, რაც არის აუცილებელია. ვამოროლონი, ეს არის კორტიკოსტეროიდი, ეს არ არის იმ ახალი თაობის მედიკამენტები. ახლად გამოგონილი კორტიკოსტეროიდია და ამასთან დაკავშირებითაც არის გარკვეული დაკვირვების საჭიროება. გავაგრძელოთ ჯივინოსტატთან დაკავშირებით. ამაზე მე მაქვს ნათქვამი, რომ ყველაზე იმედის მომცემია. ყველაზე სწრაფად რამაც შეიძლება მიიღოს, იმიტომ რომ FDA-ც აქვს, EMA-ც აქვს და ევროპული სახელმწიფო ახლოს არიან გადაწყვეტილებების მიღებამდე. მაგრამ რაც შეეხება, ნახეთ, ეს ეგრეთ წოდებული ეგზონის ამოგდებას, რაც შეეხება ელევიდის ამ მედიკამენტებთან დაკავშირებით, დღეს რეალურად პრაქტიკულად მთელი ევროპა შეთანხმებულია, არც ერთი სახელმწიფო არ უშვებს ამ მედიკამენტს როგორც გამოსაყენებლად ვარგის. ამიტომ ეს სწორად უნდა მივაწოდოთ თითოეულ
თითოეულ პაციენტს, თითოეულ გულშემატკივარს ამ პაციენტის არ შეიძლება უბრალოდ ამ თემით უბრალოდ სპეკულირება. რის უფლებასაც თავს აძლევენ ძალიან ბევრი და აი ამიტომ თხოვნა მაქვს და მოგიწოდებთ კიდეც რომ ძალიან აი ზედმიწევნით ფრთხილებით ვიყოთ, როდესაც მაგალითად ვიძახით რომ გერმანიაში რო დაბადებულიყო, ნახეთ, ნუ ვცდილობთ რომ ვინმეს ემოციაზე ვითამაშოთ. ამან შეიძლება მოკლევადიანად ვინმეს პოლიტიკური დივიდენდი მოუტანოს ან არ მოუტანოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ნახეთ, ეს არ არის ის თემა, რაზეც შეიძლება რომ ესე ვწეროთ პოლიტიკური დივიდენდები. არ შეიძლება, ეს უბრალოდ ძალიან ცუდი რამეა. ესე იგი, აი, როდესაც ვიძახით, რომ რომელიმე ქვეყანაში ხელმისაწვდომია, აი აქ ბუნებრივია, რომ სრული პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რომ ნამდვილად არის და სახელმწიფო პროგრამებში რომ არის ეს ჩართული. ამის საფუძველი სადაც არ გაქვთ, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, ყველასთან თხოვნა მაქვს. იმიტომ რომ მათ შორის ის გულშემატკივრობა მალაპარაკებს, რაც თვითონ პაციენტების მიმართ. არაფრის დიდებით არ შეიძლება შეცდომაში ვინმე შეყვანა. მართალი ბრძანდებით 100%-იანი ძალიან სრული პასუხისმგებლობაა მითხრა. კი ბატონო, თქვენ და შემდეგ პირველი რაც მინდა გითხრათ, რომ სანამ რამეს ვიტყვი, ვცდილობ მართლა მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდო და გადავამოწმო არა მარტო იმით, რომ ვიღაცას დაურეკო და ვკითხო, ხო? გადავამოწმო იგივე ის განცხადებები, რასაც აკეთებს სურსათთა წამლის სააგენტო პირადად მათი წარმომადგენელი, ხო? რომელსაც აკეთებს თუნდაც ნაციონალური ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის წარმომადგენელი გიგვი ინგლისში. ვცდილობ, რომ ყოველთვის მათ შორის წყაროც მიუთითო ხოლმე. და ნებისმიერ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ამას მხოლოდ ცუდია. ამიტომაც მე რამდენიმე რეკომენდაცია დავწერე ეს, რასაც მე ასევე პასუხისმგებლობით მოვეკიდო, რომ უნდა გამოვიდეთ ამის პოლიტიზირების და ამითი ქულების დაწერის რეჟიმიდან. რაც მინდა გთხოვოთ და ეს თხოვნა გუშინაც გავიმეორე მე და ერთ და იგივეს ვიძახი მე. პირველი ჩამოვაშოროთ ამ თემას ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ვერ ერკვევა ამაში. მათ შორის ექიმი, რომელიც პირდაპირ პროფესიული ვალდებულება არ არის ამ კონკრეტული დიაგნოზით დაავადებული ბავშვების მკურნალობა, ხო? იმუნიტეტურ გუნდში ვინც იქნება, ის ექიმები მოვიწიოთ. მოვიწიოთ ადამიანები, ვინც ამ ოჯახებს წარმოადგენენ, მათი მშობლები. მოვიწიოთ ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას მიიღებენ. შევქმნათ ეს მუშაჯგუფი, თუ შექმნილი არ არის ჯერ. ბატონო ანდრია, ნახეთ. ამის შემდეგ მე საბოლოო ჯამში იმაშიც გეთანხმებით, რომ შეხვედრაა ჩატარებული მშობლებთან. ერთი ან ორი მაგდენი ჩატარებულია ექიმებთან, თვითონ აი ნევროლოგებთან, მათ შორის პედიატრიულთან, მოზრდილებთან, ყველაფერი. გამიგეთ, მერწმუნეთ, რომ ამაზე ეხლა ამ წუთას საქართველოში ამ ხელაცოდნა რამდენის თვითონ სამინისტროშია ამ მედიკამენტების და დაავადების შესახებ, მერწმუნეთ, რომ აბსოლუტურად სხვაგან არც არ არის. გითხრათ, რომ გადაულოცოთ ამ ეს თემა იმ ადამიანებს, ექიმებს და პაციენტებს, რომლებიც მინდა დაგარწმუნოთ, რომ სწორ პოზიციას ჩამოაყალიბებენ რა. მათ შორის ამას რომ დრო ჭირდება, ამაზე ვინ დაობს? ამას რომ დობა ჭირდება და დობის აღდგენა, ამაზე ვინ დაობს? და ეს რომ უნდა ქუჩიდან წამოვიდეს ეს თემა, ხომ ეთანხმებით ამაში? ბატონო ანდრია, იცით რა არის? უბრალოდ მე მაკვირვებს ეს დამოკიდებულება, რომ გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში სახელმწიფომ უნდა მიიღოს და თანხმდებით იმაზეც მე მგონია, რომ გადაწყვეტილება ნებისმიერი და მათ შორის ესეც უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებით. უმტკიცებულობად მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ძვირი უჯდება ამ ქვეყანას და ყოველთვის ასე იყო. ადრეც და თუ ამას არ შევეშვებით, მომავალშიც გვექნება იგივე პრობლემა. ამიტომ ვამბობ, რომ ნახეთ რა არის, მხოლოდ ემოციაზე დაყრდნობით, მხოლოდ რაღაცა მონაყოლი ისტორიაზე დაყრდნობით, ხო არ შეიძლება გადაწყვეტილება. მეორე სიმართლე თქვით კიდევ. სამედიცინო, ხო, ამიტომ აი ვცდილობ, რომ ლოგიკურად მიგიყვანოთ თქვენ თვითონ იქამდე. რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ ის არის მცდარი აზრი, რომ ამ შემთხვევაში რო შეიქმნა სამუშაო ჯგუფი მშობლების და მაგალითად ცალკეული ექიმების დაკომპლექტებით, ასე ვთქვათ. შეიძლება რომ ეს პასუხისმგებლობა მე მოვიხსნო და უბრალოდ მოვიციო თავიდან. აი ვიღაცა რაღაცა თანხის დახარჯვის სანაცვლოდ, რომ ეს პაციენტი მოვიციო თავიდან. გაინტერესება შეიქმნა ეს ტექნოლოგიების შეფასების ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი არის ტექნოლოგიების ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია სამინისტროს მოიცით მე რაზეც საუბრობ. მე გადასარევად ვიცით ხო და ამიტომაც თქვენ საუბრობთ მაგალითად ბრიტანეთში რა უნდა გითხრათ რაიციდანაც იქ ოღონდ რა არის იცით პაციენტების და მშობლებზე კი არ არის გათვალისწინებული იქ არის რასაც თქვენ საუბრობთ ეს არის მოდელი მაგალითად ეგრეთ წოდებული ბრიტანული NICE-ის ეს გასაგებია ეს სხვა რაღაცაა მაგრამ
თავარი რა არის? გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს ის, ვისაც ეს ეკუთვნის და კონსტიტუციურად ვისაც ეს მართებს. და აქ პასუხისმგებლობის ვინმეზე გადაკისრება, თავიდან მოცილება და პასუხისმგებლობიდან გაქცევა აბსოლუტურად არასწორია. მიუხედავად იმისა, პოლიტიკურ დივიდენდს მომიტანს თუ არ მომიტანს, ამას უდგები რა თქმა უნდა ადამიანურად პირველ რიგში და მოქალაქეობრივად. პასუხისმგებლობით ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კონსულტაციებში შობელიც ჩართული უნდა იყოს და დღემდე ვაგრძელებ ამ კონსულტაციას ნებისმიერ თემაზე, სხვათა შორის მარტო ამ მედიკამენტზე არა, ამ წერო ჭირდება, იმ შობელს იქნება თუ რაღაცა ყველაფერზე გვაქვს ბუნებრივია ყოველდღიური კონსულტაცია. აი რაც შეეხება დანარჩენს, ექიმთან კი რა თქმა უნდა ჩართული უნდა იყოს და პირველ რიგში მათ უნდა ვკითხოთ აზრი, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება ამის თაობაზე კი უნდა მიიღოს ბუნებრივია პოლიტიკურმა ორგანომ, როგორც არის სამინისტრო, როგორც არის პარლამენტი. ბატონ ზაზას გადავცემ სიტყვას და შემდეგ უკვე უბრუნდებით გადაცემის ძირითად თემას და სანდროს და ბატონ ხელი. სწორად ვთანხმდებით, ხალბატონო მაგდა, ალბათ თქვენი ჩართულობითაც ხუთივე რომ ამ თემის პოლიტიზირება არის დაუშვებელი, ეს არაფრად შეიძლება. ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და თავისუფლად შეგვიძლია თქვათ, რომ დიუშენის სინდრომთან დაკავშირებულ ინფორმაციულ პულსზე გვიჭირავს ხელი ალბათ 24 საათის განმავლობაში და თლიანად ვიღებთ იმ ინფორმაციას, ეს ინფორმაცია რაც ბრიტანეთთან გაჟღერდა, ადრე ალბათ ჩამოვიდოდა 6 თვის 1 წლის შემდეგ და მეტი შეიძლება დაჭირებოდა. სამწუხაროდ ჯანდაცვაში და მედიცინაში ორჯერ ორი ხშირად 4 არ არის. 5 ან 7-ია და შეიძლება 3-იც იყოს. იმიტომ რომ ჯანდაცვა არის სულ სხვანაირი განვითარებადი სფერო, რომელსაც სულ სხვა მიდგომები ჭირდება. უბრალოდ ერთ პატარა მაგალითს ვიცი რომ შეზღუდული ბრძანდებით, მაგრამ ნებისმიერი კარდიოლოგი დამეთანხმება ჩემი კოლეგა, როდესაც ლექციას კითხულობდა არტერიულ ჰიპერტენზიაზე, მოიყვანდა აუცილებლად ამერიკის გულის ასოციაციის კლასიფიკაციას, ევროპის ჰიპერტენზიის საზოგადოების, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების და ნაის კლასიფიკაციას ბრიტანეთში მიღებულს. საბოლოოდ და საუბარი იყო 5 მმ წნევა წყვეტდა თუ არა სიცოცხლის ხანგრძლივობას ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში. ბოლოს ლექციას ვავთავრებდით, როგორ იცით, მივიღოთ ქართული გაიდლაინი, ან თქვენ რომელიც გნებავთ იმით ისარგებლეთ და ისე დაუნიშნეთ წამლები. დღეს ჩვენ გვაქვს აი ასეთი სათუიო სიტუაცია დიუშენთან დაკავშირებით. დაახლოებით ოქტომბერში კიდევ რამოდენიმე კვლევა მთავრდება, რომელიც კიდე ახალ ინფორმაციას მოგვაწვდის. აი გუშინდელმა 8 მაისს გამოქვეყნებულმა ნაის მონაცემებმა თლიანად შეიძლება გადაატრიალა ეს მონაცემები, რაზეც რეაგირება ძალიან საინტერესო იქნება მომავალ კვირაში, როგორი იქნება ამერიკიდანაც, ევროპიდანაც, სხვა ქვეყნებიდანაც. ჩვენ ნამდვილად ინფორმაციულად ყველაფერს ღებულობთ. მინდა აღვნიშნო, რომ პირადად მეც ამ მშობლებთან ერთად ყოფილვარ არაერთ სამედიცინო კონფერენციაზე, მათთან საუბარი ქონია ბავშვებთანაც, მშობლებთანაც, ექიმებთანაც, რომელიც იშვიათი დაავადებების სპეციალისტები არიან და მშობლებმა ვინც რამოდენიმე მშობელი ბავშვთან ერთად იყო საფრანგეთში და უკან დაბრუნდნენ. არავითარი განსხვავება საქართველოსთან არ არისო. ეს არის მშობლების სიტყვა, რომელიც მე მითხრეს პირადად. საფრანგეთი, რომელიც თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომელიც თითქმის 10%-ს ხარჯავს ქლიანი შიდა პროდუქტიდან, ჯერჯერობით ვერ გადაწყვიტა რომელი მედიკამენტით უკურდალოს ამ პაციენტებს. დანარჩენი ყველაფერი ეს სიმპტომურია, რაც ჩვენთანაც კეთდება და ნებისმიერ ქვეყანაში ჰორმონის გამოყენება, ფიზიოთერაპია და ასე შემდეგ. ამიტომ მოდით ეს თემა აუცილებლად ჩვენ პოლიტიკურად უნდა ჩავხუროთ და ეს თემა უნდა დარჩეს ექიმების, რა თქმა უნდა, პაციენტების განსახილველი და დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო და სამინისტრო პარლამენტად მიიღებს იმ სწორ გადაწყვეტილებას, რომელიც დაყრდნობილი იქნება მტკიცებულებით მედიცინაზე, კალბატონო მაგდა. ამას სული პასუხისმგებლობით ვამბობ. ჩვენ უკვე შეჯამებისკენ უნდა წავიდეთ, სანდროს გადავცემ სიტყვას, საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტიანობის საკითხი, პირველადი ჯანდაცვა, თქვენ რაზეც გნებავთ, გაამახვილებთ ყურადღება თქვენ შემაჯამებულ სიტყვაში. პირველში მინდა მეთქვა, რომ აქ კი მიდიოდა ხა კამათი, მაგრამ სამდრეში ყველა ჩემს გარდა ერთ აზზეა. ერთ აზზეა პრინციპის დონეზე, ჩემი არის არასწორ მიდგომაზე. რომელშიც ბატონ მიხეილი დარწმუნებული ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილიც ასე ფიქრობს სამწუხაროდ. როგორც აი თავარი ექიმის ფუნქციაშია. ხა თვითონ შეიძლება თავის თავზე არ ფიქრობდეს, მაგრამ ჩვენ მოსახლეობაში გავრცელებულია ეს, რომ აი ჯანდაცვის სამინისტრო არის ის, ვის ამ ხალხზე ზრუნავს. აი რამდენი მაგალითს მოვიყვან და აღარ შევალ თეორიულ დისკუსიაში ძალიან გასაგები იყოს. აი ატეებს ვილაპარაკეთ, ხო? აი წამალია, რომ ჭირდება კარდიოლოგებს ექსტრემალურ სიტუაციაში, რომ რაღაც მარტივად გამოიყვანონ ადამიანი არითმიდან. ღირდა 30 ლარის ფარგლებში ეს წამალი. დააწესეს რეგულაცია, რომ დაბალი იყოს ეს ფასი. კლინიკებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა ამ წამლის ყიდვა. აღარ შემოაქვს ფარმაცევტულ კომპანიას, იმიტომ რომ არ უღირს. როგორც კი დააწესეს ფასი, გაქრა ეს წამალი. სადაური წარმოების არის იცით ეგ მედიკამენტი.
რომელია? სადაურია GTF. რომელი ქვეყანა დაწარმოებს? რუსეთიდან არის, ხო? ხო, აბა გაითვალისწინეთ, უბრალოდ რამე სხვა ფაქტორი ხო არ ახდენს გავლენას, აბა უბრალოდ გაითვალისწინეთ. ანუ რეფერენდუმის ფასი არ არის ხარის ვინც არაფერი შუაში არ არის რეფერენდუმი ფასი. ვინც იცის რომ ამის ამბავი იყო. და საბოლოო ჯამში რა მოხდა? რა ვიცი, შეიძლება გადააბრალო ეს ფარმაცევტულ კომპანიაში და გადააბრალო კლინიკას, მაგრამ ფაქტია რომ რეგულაციის შედეგად მოხდა ეს. ან ავიღოთ მაგალითად იგივე მე ვთქვი რომ რეანიმაციული განყოფილების შემცირება. შეიძლება დააბრალო კლინიკა ცუდად იქცევა, მაგრამ ეს ხო რეგულაციის შედეგად მოხდა. მაგრამ აი აქ ამ ხელა დისკუსია მიდიოდა ჯუშენის დაავადებაზე და მე სმინდა ვთქვა, მე არ ვეთანხმები ბატონ ზაზას იმაში, რომ ეს არ უნდა იყოს პოლიტიზირებული. უბრალოდ პოლიტიზირებული რატომღაც მიჩნეულია, რომ მანდ პარტიული უნდა იყოს, მაგრამ სადაც მინისტრია ჩართული, იქ ყოველთვის პოლიტიკა იქნება. და იცით რა შეა პრობლემა? აი ზოგადად აი არის ერთი მწარე სიმართლე, რომ ადამიანმა საკუთარ ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა იზრუნოს. აი ეს წარე სიმართლე ბევრს არ მოსწონს. ეხლა თუ ადამიანი ძალიან ღარიბია, იმას როგორც ღარიბს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ პასუხისგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე ადამიანს თავის თავზე უნდა იყოს. როგორც თავის შვილებზე მშობლებმა უნდა იყოს. და რამდენიც არ უნდა თქვან რაღაც დარგის ექსპერტებმა, ყველა დარგის ექსპერტს გონია რომ მისი დარგი განსაკუთრებულია და ყოველთვის ყოლია ხოლმე ეს, მაგრამ რამდენიც არ უნდა თქვან ეს სინამდვილეში. აი ეს მარტივი ჭეშმარიტება თუ გააზრებული იქნება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კი არ უნდა წყვეტდეს რა მკურნალობა დაინიშნოს. არამედ ეს პასუხისმგებლობა ექიმის და პაციენტის, ამ შემთხვევაში მშობლების. ოღონდ რა შეეცით პრობლემა? ექიმებმა რომ ჯანდაცვის სამინისტროს გარეშე გააკეთონ ეს, დაიჯებიან და რამე რომ მოხდეს ხო მით უმეტეს. ამიტომ მათ უნდა ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნან. და ჯანდაცვის სამინისტროს ვერ აიღებს იმ პასუხისმგებლობას სინამდვილეში, თუ ძალიან დიდი გარანტია არ ექნება, რომ უსაფრთხოა, რაც ექიმის და მშობლის პასუხისმგებლობაა. და რა გამოდის? სწორ მოწყობაში სინამდვილეში ეს უნდა აი ექიმმა უნდა ინფორმირებული არჩევანი შესთავაზოს მშობელს. მშობელმა კიდე თავის თავზე უნდა აიღოს ის რისკები, პასუხისმგებლობის რისკები, რაც მას მოყვება. მე შეიძლება ვილაპარაკოთ დავაფინანსოთ თუ არა, დარწმუნებული ვარ პასუხისმგებლობის საკითხი რომ მოხსნილი იყოს ამ თემაში. დაფინანსების პრობლემას მოხსნილი იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ ვინაიდან პასუხისმგებლობა არასდროდ არის გადანაწილებული და ჩვენ პოლიტიზირებას კი ვეძახით რაღაცა მიტინგებს და რაღაც პარტიულ პოლიტიკას, მაგრამ სინამდვილეში აი პრინციპის დონეზე პოლიტიკა ხო იმას ნიშნავს, როგორ ცხოვრობთ ქვეყანაში. აი და ამაზე დავასრულებ. საშუალო სტატისტიკურ ამორჩევლს რო ვკითხოთ, რას ფიქრობს საშუალო სტატისტიკურ პოლიტიკოსზე? ხომ კარგს არაფერს არ იტყვის ჩვენზე. შეიძლება ვიღაცა მოსწონდეს და ვიღაცა არ მოსწონდეს, საშუალოდ რო ვკითხოთ, აი პოლიტიკოსებზე რას ფიქრობა. ხო კარგს არაფერს არ იტყვის. მაგრამ საქმეს რომ მიდგება, მე ითხოვს პოლიტიკოსისგან რომ ის იყოს იზრუნავდეს მის ჯანმრთელობაზე, იზრუნავდეს მის განათლებაზე, იზრუნავდეს მის პენსიაზე, იზრუნავდეს მის დასაქმებაზე. ხვდებით? აი ეს გაორება ჩვენი ამორჩელის თავში იწევს ამ პრობლემას, რომ მე სამინისტროზე დაკისრებული ის ვალდებული როცა არ უნდა იყოს და არაფერ შვაში არის სამინისტრო ამ თემაში. დაფინანსება შეიძლება აიღოს კრიტიკულ სიტუაციაში, მაგრამ ექიმის და მშობლების საკითხია ეს. და აი ეს მესმის რომ ტკივნეული სიმართლეა ბევრისთვის, მაგრამ სანამ ამას არ გავიაზრებთ, მანვე სულ პრობლემა იქნება, იმიტომ რომ პოლიტიზაცია მაინც მოხდება, უბრალოდ თამაში იქნება სულ ემოციებზე და რამდენადაც რაც უფრო მეც ვთამაშობ ემოციებზე, მით უფრო უარეს შედეგს მივიღებ და ევროპა და ამერიკა კი მაგალითად ბატონ მიხეილს მოაქვს, მაგალითად ევროპაში ბევრია სახელმწიფო კლინიკა, მაგრამ იქაც ბევრი პრობლემაა. და მოდით ვაჩვენოთ რა პრობლემებია. იქნება არ უნდა ჩვენ მოსახლეობას ის ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ევროპაშია. ან არ უნდა ისეთ როგორც ამერიკაშია. ეს მართლა პოლიტიკური საკითხია და კარგი იქნება თუ დებატები ამ თემაზე გაგრძელდება. დიდი მადლობა. მოდით ბატონ თენგისაც მოусმინოთ და შემდეგ უკვე შემაჯამებელი სიტყვით ბატონ ზაზა და ბატონ მიხეილი. მე ვისაუბრებდი აი იგივე აი მედიკამენტებთან დაკავშირებით იშვიათი დაავადებებისთან, ძვირადღირებულ მედიკამენტებთან. სოფიოს აქვს ამის პრაქტიკა და ყველგან არის ეს ყველა ქვეყანაში ეს როგორ პასუხობს სოფიო აი ამ პრობლემას. ამ დროს არის ესეთი ყველაზე გავრცელებული მექანიზმი, მეას მექანიზმი, მგონი იცით თქვენც ეს არის managed entry agreement, ანუ შესვლის მართვის შეთანხმება, სადაც სახელმწიფო პირდაპირ იმ ფარმაცევტულ კომპანიასთან დევს კონტრაქტს და არის დათქმები. ეს დათქმები არის პირველი რომ თუ დაუშვათ ეს მედიკამენტი ახალგამოგონებული იქნება ეფექტიანი, მაშინ მას სრულად აანაზღაურებს სახელმწიფო, მაგრამ თუ დაუშვათ ეს ეფექტიანი არ იქნება, მაშინ ფარმაცევტულ კომპანიამ მთლიანად უნდა დააბრუნოს სახელმწიფოს უნდა დაუბრუნოს ხარჯი. ეს იმიტომ არის რომ მედიკამენტი იცით რომ 8 წელიწადი ჭირდება გამოგონება, სადღაც 8 მილიარდი და დრო სჭირდება. ბოლომდე არ არის გამოკვლევა. მეორე დათქმა აქვს აუცილებლად, კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რომ ამ დროს თვითონ ფარმაცევტულ კომპანიას უფრო
ნაკლებად უღირს ისეთ პატარა ბაზართან ურთიერთობა, როგორც საქართველოს ბაზარი, იმიტომ რომ ესეთი დაავადებები არის ძალიან იშვიათი დაავადებები. ამიტომ აკეთებენ სახელმწიფოები ალიანსებს, დავუშვათ საქართველოს შეუძლია გააკეთოს ალიანსი კავკასიის ქვეყნებთან, თურქეთთან და გაერთიანებული შეთანხმება დადოს აი კომერციულ კომპანიასთან, აი ერთობლივი შეთანხმებით. ეს უფრო უღირს ფარმაცევტულ კომპანიას ასეთი ალიანსური შეთანხმებების გაკეთება. ეს უბრალოდ თქვი რა მექანიზმები არსებობს ამაზე სოფლიოში. კიდევ სხვა მექანიზმები არსებობს, თუნდაც იგივე სკრინინგი, იმიტომ რომ რაც უფრო ადრეულ სტადიაზე მოხდება ამ დაავადების აღმოჩენა, ის ნაკლებ ხარჯიანი იქნება და ასევე იგივე რეაბილიტაციის ცენტრები და ასე შემდეგ. არ გავაგრძელებ ამას. მე მინდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ორი სიტყვა ვთქვა. აქ ითქვა საავადმყოფოების კლინიკების მესაკუთრეობის პრობლემასთან დაკავშირებით, მხოლოდ ორ სიტყვას ვიტყვი აქა, რომ საერთოდ ისეთი ჯანდაცვა არის კარგი, სადაც არის ბალანსი სახელმწიფოსა და კერძო აი მფლობელობას შორის. სადაც შეუძლია ბაზარმა გააკეთოს თავის საქმე, სადაც ბაზარი ვერ აკეთებს, იქ სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს. ასეთი ქვეყნები არსებობს. მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენთან აბსოლუტურად გვაქვს ორი მესაკუთრეობის ფორმა, ეს არის 85% კერძო პლუს 15% სახელმწიფო, მაგრამ საერთოდ არა გვაქვს ჩვენ საზოგადოებრივი კუთვნილების ავადმყოფოები, რასაც ქვია public hospital და იცით რომ თვითონ ამერიკაშიც კი თუ ჩვენ გადავხედავთ სტატისტიკას, იქ არის ასეთი განაწილება 57% არის საზოგადოებრივი საკუთრების ავადმყოფოები, ხოლო 18% კერძო მომგებიანი, სადღაც 22% სახელმწიფო ის მუნიციპალური და ფედერალური საავადმყოფო. ევროპას 80%. რატო ლაპარაკობ ამას? ჩვენთან აბსოლუტურად ამოვარდნილია ეს მთავარი ღერძი საკუთრების, რასაც ქვია საზოგადოებრივი საავადმყოფოები. და ეს რო არის ამოგდებული, იცით, ეს არის მატრიცა, ჯანდაცვა კაცობრიობა აი ესე შექმნა ეს რო ჯანდაცვის სისტემა ესე უნდა იყოს წარმოდგენილი. და თუ აქ რაღაცა გამოვარდება რაღაცა მომენტი, იქ უკვე იწყება პრობლემები, რაც დავუშვათ ჩვენს გვაქვს და იმიტომაც შეიძლება არის ხარვეზები იგივე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მხრივ. ბატონ ზაზას ვთხოვ რომ გამოგეხმაუროთ და ზოგადად სწორი ბალანსი როგორც ასე ვთქვათ გასაღები ხარისხის ამაღლებისკენ. ამაზე რა ვეთანხმები ბატონ თენგის ამ მიმართულებებში, რა თქმა უნდა, სწორი ხედვაა. მაგრამ ძალიან რთული გასახორციელებელი, იმიტომ რომ ჯანდაცვა არის ძალიან სწრაფად განვითარებადი სფერო. თუ კი დღეს მაგალითად რუხის კლინიკაში ვიყიდეთ სახელმწიფომ 3 ტესლა მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად რეგიონის მომსახურეობას, ხვალ ეს შეიძლება უკვე მოძველებული აპარატი იყოს და კიდე გჭირდება მილიონი, 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია იმისაც, რომ სულ ახალი აპარატები იყოს, რომელიც უზრუნველყოფენ ახალი დიაგნოზების დასმას. თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ჩვენ წირი პოპულაცია 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და ამიტომ რა თქმა უნდა იმ დიდ კომპანიებს, რომელიც წელიწადში იშვიათი დაავადების სწავლის გამოგონებაზე ხარჯავენ $1 მილიარდ, რა თქმა უნდა იქ არ უღირთ, რომ 2-3 პაციენტისთვის იმიტომ რომ ყველა რა თქმა უნდა წამალს ვერ მიიღებს ამასიდან იქ განკუთვნილი ასაკამდე, განკუთვნილი არის დადის თუ არა პაციენტი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ჩვენი მიმართულება არის რომ ყველა ამბავს დავეხმაროთ და ყველას გაუწიოთ ეს დახმარების ხელი, მაგრამ რთულია ამ კომპანიებთან პაექრობა, სადაც წარმოიდგინეთ რომ წელიწადში $1 მილიარდ ხარჯავენ და ამავე დროს კონკურენტიც კვალდაკვალ მოსდევს. ამიტომ, როდესაც კონკურენტი კვალდაკვალ მოსდევს, რომელიც შეიძლება მისი 8 მილიარდიანი დანახარჯი ხვალ გაანულოს, ამიტომ კომპანიების აქტივობა გასაგებია აბსოლუტურად ჩვენთვის და ჩვენ ამისთვის ვზად უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენთვის მთავარი არის იმ თითოეული ავადმყოფი ბავშვის დაცულობა, უზრუნველყოფა ნებისმიერი სამედიცინო მომსახურებით, რომელიც მას სჭირდება და ჩვენ ზუსტად ასე უდგებით ამ საქმეს და რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, მე მაინც გონია, რომ ეს DRG სისტემა სწორია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ძალიან გამოწვევა არსებობს, მაგრამ თუ ეს არ შეერწყმა პირველად ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას, მაშინ ის თანხების ეგრეთ წოდებული ჩასხმა საყოველთაო ჯანდაცვაში სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში შეიძლება არ იყოს ეფექტური და ამ მხრივ არაერთ ღონისძიებას ვატარებ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას პარლამენტის მთავრობასთან ერთად და სამინისტროს ერთად გავაგრძელებთ. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ, ხოლმე შეაჯამოთ ჩვენი გადაცემა უკვე აქ მოსმენილი არგუმენტების და შენიშვნების გათვალისწინებით. კი. დიდი მადლობა. რამდენიმე საკითხია, რასაც მინდა რომ გამოვეხმაურო და შევაჯამო. პირველი, მე უბრალოდ კონცეპტუალურად ვერ დავეთანხმები აქ გამოთქმულ შეხედულებას, რომ
უბრალოდ სოციალურად შეჭირვების მქონეს უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო, თორე თვითონ უნდა წყვეტდეს რა იყოს თავის თავზე, რა არ უნდა იყოს ასე შემდეგ ჯანდაცვის საკითხებს. მე მგონია რომ სახელმწიფოს როლი არის ამ შემთხვევაში აუცილებლად სავალდებულოდ პროტექციონისტული მათ შორის და უნდა კონდეს ჯანმრთელობა მათ შორის პაციენტის უსაფრთხოების მექანიზმები. ეს ყველა ჯანდაცვის სისტემა ასე ფუნქციონირებს, ამაზე ზრუნავენ და ვფიქრობ რომ ამ მიმართულებით ჩვენ სამუშაო გვაქვს. ამიტომ აი ბატონი სანდროს ამ მოსაზრებას მე სიმართლე გითხრათ აი კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. რაც შეეხება თემას დაკავშირებულს, აი თითქოს საყვედურივით ითქვა, რომ ვემტერებით თითქოს კერძო სექტორს, ეს არამც და არამც სწორი არ არის პირიქით, აი მერწმუნეთ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა. აი დღეს როგორიც არის კერძო სექტორის პატივისცემა, მათ შორის ჯანდაცვის სისტემაში. ასეთი ჩემი აზრით უბრალოდ აი უახლოესი 20 წლის განმავლობაში უბრალოდ არ ყოფილა. ასეთი დაფასებით, ასეთი პატივისცემით, ექცეოდი მე არ მგონია უბრალოდ რომ მოდესმე ეს არსებულა. ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რასაც მე ვსაუბრობ იმაზე, რომ სახელმწიფოს უნდა კონდეს საკუთარი შესაძლებლობებიც, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მე ვიყო პარტნიორულად და მე ვიყო განწყობილი აბსოლუტურად პატივისცემით კერძო სექტორის მიმართ. უბრალოდ ეს არ ნიშნავს პატივისცემა არ გამორიცხავს იმას, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს, რომ ის რაც საინტერესო არ არის კერძო სექტორისთვის, კომერციულისთვის, ამას სახელმწიფო თავად კონდეს შესაძლებლობა, რომ ამას უზრუნველყოფდეს და არ იყოს სახელმწიფო დარჩენილი ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მას რესურსი აღარ გააჩნია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს საკუთარი მაგალითად მოქალაქის საჭიროება. ასე რომ არ ყოფილიყო მაგალითად რუხში კლინიკა ის, რომელიც მათ შორის აი შემიძლია ალბათ თქვა, რომ გარდა სამედიცინო ფუნქციისა, მაგას კიდევ სხვა უფრო მნიშვნელოვანი და მძლავრი ფუნქცია აქვს. ამას ალბათ კერძო სექტორი ასე მარტივად ვერ დაიტევდა. სრულად ვიზიარებ ბალანსთან დაკავშირებით ნათქვამს და ამიტომაც ვთქვი, რომ იგივე მაგალითად გერმანული სისტემა თუ ევროპული მოსისტემები, სადაც ეს 50%-იანია ეს ბალანსი, ეს ემთხვევა უბრალოდ სადღაც მეტს მიაჩნევენ, რომ ბალანსი ჭირდება, 80% ვთქვათ, სადღაც სკანდინავიურ სახელმწიფო და ასე შემდეგ. მაგრამ სხვათა შორის გერმანიაში 3 ყოფაა ხო ძირითადი და არაერთნიშნა რიცხვებში გამოხატული ხო მაგალითად აი საზოგადოებრივი სექტორი რას ვენახსენებ ძალიან მნიშვნელოვანია კი საზოგადოებრივია თუმცა სადაზღვევოც ესე ვთქვათ ხო არ შეიძლება აი ობამაქეას შემთხვევა იყო მოყვანილი ან წინა ხელისუფლების დროს გადასული ვთქვათ მე ვფიქრობ ცოტა ზედმეტი გადაჭარბებული დამოკიდებულება სადაზღვევო ასე ვთქვათ ინტერესებთან ამიტომ აქ დაბალანსებას ალბათ ისე როგორც ყველაფერში აქვს განსაკუთრებული და კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა შეჯამებისთვის უნდა ითქვა ითქვას და ძალიან მნიშვნელოვანი რამ ითქვა აქ ჩემი აზრით რომ აბსოლუტურად მართებულია შეხედულება რომლის მიხედვითაც კი რა თქმა უნდა არ არის მთავარი და გადამწყვეტი რამდენს ვხარჯავთ თუმცა ეს მნიშვნელოვანია მათ შორის იმის შესაძლებელად რომ კი რა თქმა უნდა 2012 წლის შემდეგ ონკოლოგიაში რამდენად ასეულობით ლამის გაიზარდა დაფინანსება ეს რა თქმა უნდა ითქვას იმიტომ რომ მათ შორის პოლიტიკურ განწყობას ადასტურებს ხო სახელმწიფოსაც და ეს ბუნებრივია რომ მნიშვნელოვანია ამიტომ ეს შეფასებებისთვის მნიშვნელოვანია მაგრამ რა თქმა უნდა არასაკმარისი იმისთვის რომ ჩვენ პროფესიონალურად შევაფასოთ მათ შორის ჯანდაცვის სისტემის ეფექტი ამიტომ კი აბსოლუტურად ვიზიარებ ასს რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის რამდენს ვხარჯავთ, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ და რისთვის დავხარჯავთ თანხას, რომელიც ამისთვის გამოყოფილია. მაპატიეთ უნდა დავასრულო, ნახეთ სახელმწიფოს და იმის ბალანსზე რო ვისაუბრეთ, ესეც მნიშვნელოვანია. აი არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩატარდა ეს ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმა. ნახეთ რა მოხდა, რატომ ვიძახი, იცით, ნახეთ პოლიპრაგმაზიას მნიშვნელოვნად ხელს უწყობდა მათ შორის ის ფაქტორი, რომ კომერციულად საინტერესო იყო, რაც შეიძლება მეტი წამალი გაყიდულიყო ფსიქოტროპული. გამოიწვია ამანის, რომ ბევრი პოზიციის მიხედვით ჩვენ მქონდა აი ჯანმოს მიერ დადგენილი, რაც არის საშუალო მოხმარება, ხო ყოველწლიურად, იმაზე მაღალი მაჩვენებლები. დღეს არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ხო ოქტომბრიდან და ნოემბრიდან ამოქმედა, ნუ რეალურად დეკემბრიდან ეს რეფორმა. დეკემბრიდან მოყოლებული არის კლებად რეჟიმში და დღეს აი 18 პოზიციიდან 17-ზე აბსოლუტურად დავჯექით იმ რიცხვებზე, რომელიც ჯანმოს მიერ საშუალო მოხმარებაში მაჩვენებლებში ჩაჯდა. ეს არ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ესე იგი რა გამოდის, რომ თუ კომერციული კონოტაცია ამას მოეხსნა, ამ შემთხვევაში რაღაცეები ნორმალიზებისკენ წავიდა. მე ვარ წინააღმდეგი არა კერძო სექტორის და ბიზნესის. პირიქით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის ჩემი მთავარი პარტნიორია დღეს ჯანდაცვის უზრუნველყოფაში. არამედ მე ვარ წინააღმდეგი, რომ ისე არ იყოს სისტემურად მოწყობილი, რომ კომერციული ინტერესი ჩრდილში აყენებდეს პაციენტის ინტერესს. ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც გვაქვს. და ბოლოს არ შემიძლია არ გამოვიხატო, ხო, მეაზე ბრძანეთ შესყიდვასთან დაკო. მეას ინსტრუმენტი არსებობს სახელმწიფოში. ეს სხვადასხვა
შორის რაც თქვენ ბრძანეთ, არის დასტური იმისა, რომ ჩვენთვის არასდროს არ ყოფილა საკითხი და მთავარი და ცენტრალური საკითხი. ესე ვთქვი ცოტა ხნის წინ, რომ არც პირველ და არც მეორე ხარისხოვანი არ არის ღირებულება ამ მედიკამენტისა. მთავარი არის ის საგნობრივი მსჯელობა, რომელიც აუცილებლად მათ შორის პროფესიონალების ჩართულობით უნდა წარიმართოს ამ საკითხის ირგვლივ. თორე გულწრფელად ვამბობ და როგორც ჩანს და ალბათ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მერწმუნეთ და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არავისზე ნაკლებად ემპათიურად არ ვარ განწყობილი იმ გაჭირვების მიმართ, იმ სასოწარკვეთის მიმართ, რომელშიც შეიძლება ის ოჯახები არიან, ვისაც ეს მედიკამენტი დღეს ყველაზე მეტად ჭირდება. მაგრამ რა არის აუცილებლად მხედველობაში მისაღები? ნახეთ, ამას ვამბობდი და არაერთხელ მithქვამს, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო. თქვა პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად მართებულად, როგორც ჩანს, ეს გახდა აუცილებელი, რომ თქვა, რომ არავინ თანხის დასაზოგად არ არის, ასე ვთქვათ, განწყობილი. აქ რაც მნიშვნელოვანია, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ მედიკამენტებს უკავშირდება ზოგიერთ შემთხვევაში, აი რა ნაწილს ამ მედიკამენტებისა და ხუთივე სჭირდება ესე კარგად გამოწვლივლით, აი დეტალურად აბსოლუტურად მსჯელობა. აქ აუცილებელია უსაფრთხოების დაზღვევა. აქ აუცილებელია, რომ ამ შემთხვევაში, აი მართლაც კომერციული დაინტერესებისთვის კი არ დაიხარჯოს ფული და მე კიდე ეს საკითხი უბრალოდ თავიდან მოვიშორო. არამედ მნიშვნელოვანია მესმოდეს, რომ გადაწყვეტილების შედეგად უზრუნველყოფილია რეალურად ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტი. ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მათ შორის სიცოცხლის გახანგრძლივება საბედნიეროდ თუ ეს მოხერხდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ეს გაჩნდება. ეტლში ჩაჯდომის გადავადება უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. უბრალოდ სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაც კი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სადაც ნამდვილად წამალი იქნება გაჩენილი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შედგეს. უბრალოდ რაც მე მაწუხებს, ეს აუცილებლად არის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილები. არასწორი მოლოდინების შექმნის თავიდან ასარიდებლად. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი. რატომ ვამბობ ამას? აი ახლაც მაგალითად ნახეთ დააკვირდით ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ან იტალიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოხმაურებებს როგორია. აი ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული და სხვა შორის ბატონო სანდრო, პოლიტიზირების წინააღმდეგი კი ვარ, პოლიტიკური ქულების დასაწერად ფაქტების დამახინჯების წინააღმდეგი ვარ. აი ეს არის არასწორი, რომ ამორალურია მაგალითად დღეს მოაჩვენო თავი ვიღაცას, რომ ვიღაცაზე მეტად გულშემატკივრო. ვერ დავაბრალებ კაციშვილს, რომ დღეს ვინმე შეიძლება უბრალოდ არ კონდეს სოლიდარობა იმ ადამიანის მიმართ. უბრალოდ ვერავიზე ვერ ვიტყვი. მაგრამ ამორალურია, როდესაც ამაზე ვინმე ქულის დაწერას ცდილობს. აი ამას ვეწინააღმდეგებ. ეხლა ნახეთ რა ხდება. ვინმე ხო უნდა ისაუბროს აუცილებლად. ნახეთ, რომ სიმართლე რა არის. ამ მედიკამენტებზე ხო ყაი ჯივინოსტატი, რომელიც აღიარა მაგალითად, უпростоრად დაადგა იმ გზას ბრიტანეთის სახელმწიფო, რომ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში. აი ეს განხილვები უნდა წარიმართოს. უბრალოდ პირველი ეტაპი დაიძრა, ასე ვთქვათ, ხო? ამ გადაწყვეტილებას რომ მოყვება, შემდეგ ვთქვათ, რომ დაინერგება. აი ვინმეს ხომ ვალდებულება აქვს, რომ თქვას, რომ მაგალითად ეს არ ესადაგება ყველა პაციენტს და ყველა ბენეფიციარს. ეს ხო სათქმელია აუცილებლად. ვინმე ხომ უნდა თქვას, რომ მაგალითად როგორც ასაკობრივი შეზღუდვა აქვს, აი ბატონმა ზაზამ რაც ბრძანა. არამედ აქვს იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი გვერდით ეფექტებზე გავლენის შესაძლებლობა, პოტენციალი აქედან გამომდინარე, მაგალითად წინასწარ რაღაც ჯანმრთელობის კონდიციებს თუ არ აკმაყოფილებს, მაგალითად ვერ გავრცელდება მედიკამენტი. აი ეს ხო ვინმე უნდა თქვას და უბრალოდ არ დაანთოს რაღაცა, ვითომ ყალბი გამარჯვების ყიჟინა. სინამდვილეში ხალხმა, რომელსაც მაგალითად გუშინ არგუმენტად არ მიაჩნდა, საერთოდ, როდესაც ვეუბნებოდი, რომ ამ დრომდე ბრიტანეთს არ აქვს მიღებული. აი გაჩნდა არგუმენტი, აი ბრიტანეთმაც მიიღო აწი რაღა სიტყვის. სათქმელზე და შეჯიბრზე და სპორტული აზარტი კი არ მალაპარაკებს ამაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიცოდე, რომ აი როგორც თქვი ცოტა ხნის წინ, ველაპარაკე მაგალითად დანიელ მეცნიერს, სახელმწიფო მოხელესაც შვედს ველაპარაკე. ისინი ამბობენ, რომ ნახეთ ამ ხუთი მედიკამენტიდან არც ერთი მიღებული არ აქვს მაგალითად შვედეთს. რატომ? იმიტომ რომ ამას ჭირდება აუცილებლად მტკიცებულებზე დაფუძნებით, რომ რა სარგებელს მოიტანს. რატოა იცით ეს მნიშვნელოვანი? სხვას თავი რომ დავანებოთ, იქნებ მაგალითად აი ვამოროლონის ან ჯივინოსტატის დანერგვა საჭიროებს თქვათ კონკრეტული ტიპის სხვა ტიპის რაღაც სამსახურს, რომელიც გამართულად იფუნქციონირებს. ან მაგალითად ისეთ რამეს, რაც ერთობლივად თუ არ გააკეთე, უბრალოდ უსარგებლო იქნება. მოკლედ, ჩემი თხოვნა, რომ უბრალოდ აი კიდევ ერთხელ ამაზე ხაზგასმით ვამბობ და ეს შეიძლება ძალიან განზოგადებულათაც განვიხილოთ, რომ მედიცინა არ არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს
ისეთივე თავისუფლება აქვთ რაღაცა პოლიტიკური დივიდენდების საწერლად, როგორც ამ შემთხვევაში შეიძლება ცალკეული ადამიანების გაჭირვება იყოს. არ შეიძლება უბრალოდ ამ მედიცინის სფეროში ასეთი დამოკიდებულებები. მნიშვნელოვანია აქ გვესმოდეს, რომ განსაკუთრებულად ღირებული და განსაკუთრებულად სენსიტიურია ფასი სიმართლისა. მადლობა ბატონო, დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა მაყურებელს, რომელმაც დრო დაგვითმო დებატები იმედზე ამით დასრულებულია. კარგად გრძანდებოდით.